მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის 51 საშუალო სკოლა. 1992 წელს დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1994 წელს დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1995-96 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში. 1995 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. იმავე წელს აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2001 წელს თანამდებობა დატოვა და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 2001 წელს დაარსა პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 2002 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. Მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში პრაიმ ტაიმში პრეზიდენტობის კანდიდატი ნომერი 5 გახდება თუ არა იგი 5 იანვარს მეორე ვადით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდიაში. ბატონო მიხეილ, გთხოვთ, მე არ ვიცი თქვენი, მე კი ძალიან დიდი ხანია იგი პირდაპირ ეთერში არ მყოლია, თუ შეიძლება აგერ გამოვცალოთ როგორ გძანდებით. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სტუდიაში. და საკუთარ ოჯახთან ერთად. სხვათა შორის, როდესაც მე ვუთხარი, რომ თქვათ მხარდამჭერების სტუდიაში მოყვანაზე, როდესაც იყო საუბარი, არ ვიცოდი ვინ იქნებოდნენ და ეხლა მოვყარი 1-2 კადრს თვალი ადამიანები, რომლებიც ჩვენ ნანახი ყავს მის კლიპებში, ალბათ საინტერესო იქნება მათი კომენტარების მოსმენა. ხო ხართ მაგრა ეს ეს არის ძალიან მაგარი კაცი. ხო იცნობ თუ ეს არის კლიპიდან შეუნახე შვილებს. ბატონო მიხეილ, თუ არ დაგვიბრუნდებით ტრიბუნასთან? როგორ გძანდებით? ძალიან დიდი ხანია არ ყოფილხართ პირდაპირ ეთერში და საინტერესოა დღეს როგორი ინტერვიუ გამოგვივა წინასწარ. ძალიან შთამბეჭდავი სტუდია, მე მახსოვს ინგა თქვენი სხვადასხვა სტუდიები, ეს არის ნამდვილად ყველაზე შთამბეჭდავი სტუდიები და რომელშიც მე თქვენთან ერთად ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა, ხო, გეთანხმებით, თუმცა იყო ბევრი სტუდიები, რომელშიც სიამოვნებით მოგიწევდით სტუმრად რომ ყოფილიყო ასეთი შესაძლებლობა. კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ 5 იანვარს გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი. როგორ ფიქრობთ, წინა ბლოკში გადაცემისა ჩვენ საუბრობდით თქვენს დაპირებებზე. მე მინდა ერთგვარად, აი რაღაც ესეთი რამდენად ეს არის შესაძლებელი, არ ვიცი. აი ესეთი საუბარი გამოგვივიდეს ყველაფერზე, რაც თქვათ აინტერესებს მაყურებელს ამ არჩევნების წინ. რატომ უნდა მისცეს ან არ უნდა მისცეს ვინმეს ხმა. მთავარი სლოგანი, რომელიც გაისმის თქვენგან, საქართველოს სიღარიბის გარეშე. მოდით დავიწყოთ პირდაპირ ამით. თქვენი ოპონენტების მთავარი ბრალდება არის ის, რომ წინა საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულება არისო არარეალური. ეხლაც არ ვიცი უსმენთ თუ არა თქვენ ამ დებატებს, იგივე პენსიების ხელფასების გაზრდა, სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება. რატომ მანამდე არ დადგა ყველა ის პრობლემა გადასაწყვეტა დღის წესრიგშიო? ასეთი არის თქვენი ოპონენტების მთავარი ბრალდება, რომელზეც ეხლა საუბრობს უკვე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ერთი მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკს იმ ქვეყანაში, რომელიც ჩაფლული იყო ბოლომდე კორუფციაში. ჩემი პირველი ლოზუნგი, თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ვაკის რაიონის არჩევნებზე, ეს იყო 99 წელი, როცა მე უპირისპირდებოდი მაშინ საგადასახადოს უფროს, საქართველოს საგადასახადოს უფროს იყო საქართველოს კორუფციის გარეშე. და მაშინ ყველა მაბუჩად აგვიგდო, საქართველოს კორუფციის გარეშე არის შეუძლებელი ოსემონდა. სადაც არის კორუფცია, იქ არ შეიძლება არ იყოს სიღარიბე. როდესაც ჩვენ ლაპარაკობდით სიღარიბის დაძლევაზე იმ ქვეყანაში ვერ ვილაპარაკებით, სადაც იყვნენ ქურდები და ბატონები. ბატონები, ქურდები და ყაჩაღები, ჯიბგირები. როდესაც მე დავიწყე ლაპარაკი იმაზე, უკვე პრეზიდენტობის ვადაში, რომ ჩვენ გავაკეთებთ საქართველოს კანონიერი ქურდების გარეშე. მაშინაც გახსოვთ იყვნენ ოპონენტები, რომელიც ამბობდნენ, რომ ეს სტალინმა ვერ შეძლო. ახლა სააკაშვილის გაკეთებული ეს არ შეიძლება. ჩვენ მივახციეთ იმას, რომ საქართველოში აღარ არის არც ერთი კანონიერი ქურდი და თუ კი არის იქ, სადაც კანონიერი ქურდები ნორმალურ ქვეყანაში უნდა ისხდნენ. ჩვენ ლაპარაკობდით სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ ვერ ვილაპარაკებით სიღარიბის დაძლევაზე წარმატებაში იმ ქვეყანაში, სადაც არ იყო შუქი და დენი. ახლა
არ არის საჭირო დამადლება 21 საუკუნეში, რომ ქვეყანას აქვს დენი. კი, ძალიან ხშირად ისმის ეს ოპონენტების მხრიდან, ისედაც უნდა გქონდეს, არის 21 საუკუნე. რა თქმა უნდა, მაგრამ ხო არ ქონდა. ხო არ ქონდა და ეს იყო ჩვენი თავრობის სირცხვილი რო არ ქონდა და დაგჭირდა 2 წელი იმისათვის რომ ეს კორუფციის ქსელი ნამდვილი ობობა რომელთა ჩვენი ენერგოსისტემა იყო შემოხეული გაგვეფეტრა, ჩაგვეჭრა ეს საცეცები და ჩვენ ყველაზე ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც რომელიც აღარ ცხოვრობს ჭრაქის შუქზე. საქართველოს უგზოობის გარეშე, უგზოობის გზის გარეშე არ არსებობს სიღარიბის დაძლევა. აი ხა მე ვიყავი მთელი საქართველოს შემოვიარე და არის ადგილები სადაც ვერ გაშენდნენ სათბურები, მხოლოდ იმის გამო და ხალხი დასაქმდა, მხოლოდ იმის გამო რომ მივიდა გზა. გზის გარეშე ეს იყო შეუძლებელი. ბატონო გურგენიძე ამბობდა წეღა რომ გზა რო არ ყოფილიყო გაკეთებული ასე მალე ვერ ჩამოვიდოდიო, მაგრამ მე გამახსენდა წავიკითხე ამას წინათ გოჩაც შვილი წერდა რომ გზები არის კარგი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არიან ადამიანები, რომლებიც ამ გზებზე დადიან. რა თქმა უნდა, ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, როდესაც ჩვენ თქვით საქართველოს შევარდნაძის და აბაშიძის გარეშე და ამას მივახციეთ. თქვით საქართველოს უგზოობის გარეშე და ამას მივახციეთ. როცა თქვით საქართველოს უდენობის გარეშე და ამას მივახციეთ. როცა თქვით საქართველოს უგაზობის გარეშე და ამას მივახციეთ ყველა ქართულ სოფელში, ყველა ქართულ სახლში, ყველაზე შორეულში კი არის ლენტეხში, მესტიაში, ყველგან აინთება გაზი. ეხლა ჩვენ გადავედით თავარ ლოზუნგზე საქართველოს სიღარიბის გარეშე. სხვა შორის ყველაფერს რასაც ჩვენ მივახციეთ, ჩვენ მივახციეთ ჩვენი ხალხით და ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველაფერი არაფერი აბსტრაქტული არ არის. ყველაფერი რაც მე ჩამოთვალე, ეს წინა ჩემი ვადის და ჩვენი ყველას ერთობლივი საქმეების შედეგი ეს ხო ჩვენი ხალხის გაკეთებული. ამაზე მე პრეტენზია არ მაქვს და ამაზე მე ვერც მექნება და ვერც გავკადნიადები. ესე ვთქვა რომ აი სააკაშვილმა გააკეთა. ხალხმა გააკეთა და ხალხისთვის გააკეთა. ახლა სიღარიბეს ჩვენ დავძლებთ ხალხთან ერთად, ხალხისთვის ერთხელ და სამუდამოდ. სამარცხნო სიტყვა სიღარიბე, სამარცხნო სიტყვა უმუშევრობა, საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ მოშორდება. მე ამაში ვარ ისევე დარწმუნებული, როცა ვიყავი დარწმუნებული, როცა ლაპარაკობთ კორუფციაზე, მე მინდა შეგახსენოთ, როცა მე ხდებოდი პრეზიდენტი 2004 წელს, მაშინ თქვით დავისტუმრებთ სამპენსიო დავალიანებებს და პენსიას გავორმაგებთ. და თქვენს მაშინ იყო პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ისინი, ვინც ახლა კენჭს იყრიან, თქვენს საპენსიო დავალიანების გასტუმრება ეს არის აბსოლუტურად არარეალური. თქვენ ვამბობთ, რომ გავისტუმრებთ 1 წელიწადში, გავისტუმრებთ 6 თვეში და გავორმაგებთ პენსია. რა თქმა უნდა ეს არ იყო ის პენსია რომელიც ხალხს სჭირდება და არც 55 ლარი არ არის ის პენსია რომელიც ხალხს სჭირდება და არც ის 100 დოლარი რომელსაც გავაკეთებთ ისიც არ არის ბოლომდე ის პენსია რომელიც თქვენი აზრით აი თქვენ როდესაც იქნებით პენსიონერი როგორ ფიქრობთ აი რამდენი უნდა იყოს პენსია იმისთვის რომ არ იყოთ ღარიბი და იმისთვის რომ მიცხოვროთ ნორმალურად პენსია უნდა იყოს იმდენი საკმარისი რომ ადამიანს ქონდეს საშუალება რომ არა მხოლოდ იმ კურნალოს როცა კურნალობის ხარჯები იქნება არა მხოლოდ გამოკვებოს თავისი ოჯახი თავისი პენსიით თუ ყავს რამდენიმე სულიანი ოჯახი თავისი შვილებს უყიდოს სახელმწიფოები და მიცეს შესაბამისი განათლება, არამედ ამის ზემო დარჩეს საკმარისი, რომ დაისვენოს, რომ გადადოს შავი დღისთვის და კონდეს საკმარისი და კონდეს ასევე ანაბრებ ბანკში. მე ჩვენ ამას მივახცევთ ჩემ მეორე საპრეზიდენტო ვადაში. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, როგორც ვარ დარწმუნებული, როგორც უკვე არის 55 ლარი, იქნება ახლა 76 ლარი და 2009 წლის პირველი ნახევრიდან იქნება 160 ლარი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად სიტყვაზე სოფელ ლესიჭინეში თუ ორი პენსიონერია ოჯახში მინიმალური ხელფასი მას ექნება 320 ლარი 320 ლარი უკვე სოფელ ლესიჭინეში 2009 წლისთვისაც კი იქნება საკმაოდ სოლიდური თანხა არასაკმარისი ეს არ იქნება ჯერ ჰოლანდია გერმანია და ჩეხეთი მაგრამ იმასე შედარებით რაც დღეს გვაქვს ეს არის ძალიან დიდი პროგრესი და მე ამას მართლაც დიდი მოუთმენლობით ველი მანამდე შევძლებთ ლადო გურგენიძე ყოველთვის უფრო კონსერვატულია ვიდრე მინდა ყოველთვის მე ვაჩქარებ და ეს მეუბნება რომ 2009-მდე ვერ გავაკეთებთ მოდი გავაკეთოთ ერთად იგივე 2008-ში გავაკეთოთ ნახოთ როგორ წავა ჩვენი ეკონომიკა 2009-ში ამას ნამდვილად გავაკეთოთ ძალიან კარგი ბატონო მიხეილ მაგრამ ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ ისევ მე გამოვალ მოდი თქვენი ოპონენტების მხრიდან იგივე აი თუ დასაქმება იყო ამდენი ადამიანის თქვა შესაძლებელი რაზეც არის თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარი რატომ მოხდა მაშინ ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა იგივე პენსიების გაზდა რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ იყო თუ არა შესაძლებელი უფრო ადრე ვიდრე მოვიდოდა არჩევნები ან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აი თქვა საკასო აპარატები თქვენ ალბათ გახსოვთ ძალიან დიდი მიტინგები ხალხმრავალი მაშინ ხელისუფლება ამტკიცებდა რომ ეს საჭირო იყო დღეს უქმდება დევნილებისთვის თქვა ფართის დაკანონება ჩვენ გვინახავს როგორ გამოყავდა ისინი ძალადობრივი მეთოდები, ძალიან მძიმე სურათები, დღეს უკანონდებათ. რატომო წინასაარჩევნოთ აი რა? მე მინდა ვთქვა პირველ რიგში, ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, ბევრი ღონისძიება რომელიც გავაკეთეთ, იყო აბსოლუტურად აუცილებელი. საკასო აპარატები, სუპერმარკეტებში, დიდ მაღაზიებში ეს ჩვენურად მუშაობს და ეს არის სწორი. რაც შეეხება ბაზრობებზე საკასო აპარატებს.
იმ პერიოდში, როცა საბაზრობრივი საკასო აპარატები შევიდა, სწორედ იმ პერიოდში მოხდა ფასების და სწორედ იმ პერიოდში მოხდა ფასების და ბევრი ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზებით. ამიტომ რეალურად ბოლოს როცა დავითვალეთ ჩვენ და როცა ვნახეთ ეკონომიკური ეფექტი, იქ დგას ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად 5 ლარიც შეიძლება აღარ დარჩენოდა დღეში. პრაქტიკულად იქ ამას ეკონომიკური აზრი უკვე ქონდა დაკარგული იმ დროისთვის, როცა ეს გავაკეთე. უფრო ადრე უნდა გაგვექმნებინა, შესაძლებელია. 2-3 თვით ადრე შეიძლება უნდა გაგვექმნებინა. არ უნდა შემოგვიყო, შეიძლება უფრო კარგად გავეხილა, მაგრამ ძირითადში ამ სისტემა იმუშავა. და მე მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ თქვა სუპერმარკეტში საკასო აპარატის დანერგვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ახალ სკოლებს, ეს ნიშნავს მასწავლებლებს უძდით ხელფასს, ეს ნიშნავს იმას, რომ პენსიონერებს უძდით პენსიას, ეს ფული ხო საიდან მოგვაქვს? ჩვენ ხო ნავთობზე და გაზზე არ ვზივართ რუსეთივით ან მეზობელი აზერბაიჯანივით. ჩვენ ეს ყველაფერი მოგვაქვს იქიდან, რომ ბიზნესმენები იხდიან ხელფასს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გადანაწილდეს ისე, რომ ყველაზე დაჩაგული ნაწილი საზოგადოების, მათ შორის ისინი ვინც ბაზრობებს დგანა. ამით თუ ვინც შემდეგ მიტინგებზე ამით არ განადგურდეს. ახლა მიტინგებზე გამოსვა ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი ინსტინქტი. თავარი არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს მოვექცეთ ადამიანურად. გადანაწილება უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს. ეს თანხები მოდის ისე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ყულაბა, ამ საერთო ყულაბას ყველანი ერთად ვავსებთ, ამას ავსებს ქართული ბიზნესი, მთავრობა ვეღარ იპარავს, თავარი არის ის ადრე რატო შემოიტანეთ? დარწმუნებული ხართ, რომ ვეღარ იპარავს მთავრობა? მე მიმაჩნია, რომ საქართველოს თლიანობაში კორუფცია აღარ არის და ვინც იპარავდა, რა დიდ ფასადაც არ დაგვიჭდა, მაგრამ ძალიან სერიოზულად მოთხოვეთ პასუხი. და რა თქმა უნდა, ეს გრძელდება. ეს არის მუდმივი ბრძოლა. რამდენიმე ჩვენიმე პარლამენტის წევრი 4 პარლამენტის წევრი ჩვენი უმრავლესობის დაკავებული იქნენ დანაშაულისთვის და კორუფციისთვის. რამდენიმე ჩვენ მიერ გაყვანილი მერე, მაგრამ ძალიან ცოტა მთავრობაა სოფლიოში, რომელიც ამას აკეთებს, იმიტომ რომ ყველა უფრთხილება თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს. ეს ეხება ძალიან უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ როცა ჩვენ ლაპარაკობთ სიგარების დაძლევაზე, როცა ჩვენ ლაპარაკობთ უმუშევრობის დაძლევაზე, ჩვენ არ აგვაქვს უფლება, ფუფუნება და საერთოდ აზრის გავლებაც კი რომ ამ ხალხს ხელი წაუყარდა. ხო არ წაუყარდა, თქვენ ხო იცით რომ არ წაგვიფარებია. თქვენ ხო იცით რომ ეს ხალხი მართლა ამ ხალხმა მართლა აგოპასუხი, მართლა გაირიცხა გუნდიდან, მართლა ზოგი სისხლის 60%-ზე. იგივე ოპოზიცია ხშირად საუბრობს ხოლმე, ვთქვათ, სამთავრობო გუნდში არსებულ აი ამ კორუფციაზე და ძალიან ხშირად მათ აქვთ ხოლმე თავისი არგუმენტები. მე დღეს არ ვიქნები თქვენი ოპონენტი, უფრო სწორედ ვიქნები თქვენი ოპონენტი, მაგრამ არ ვიქნები ოპოზიციის წარმომადგენელი. თუ შეიძლება ერთი წუთით 10 კითხვა გვაქვს ასეთი რუბრიკა, რომელსაც ყოველთვის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის პრაიმ ტაიმი ატარებს ხოლმე გამოკითხვას და თან უნდა წარგვიდგეს თამნა გორთამაშვილი, რა შეკითხვები დაისვა წინა საარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, ინგა, მინდა წარმოგიდგინოთ პრაიმ ტაიმის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ წინა საარჩევნო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად მიღებული კითხვები. ეს ის კითხვებია, რომელიც ამორჩევლს თქვენს მიმართ დაუგროვდა. მაშ ასე ვნახოთ 10 კითხვა საპრეზიდენტო კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს. თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ წინა საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულება ამაზე ვისაუბრეთ. პრინციპში შემდეგი შეკითხვა შეგვიძლია გადავიდეთ. მეორე შეკითხვა. თქვენი ოპონენტები ბრალდებად ხშირად გიყენებენ იმასაც, რომ თქვენ გაწყვეტეთ კონტაქტი ხალხთან. რატომ საარჩევნო კამპანიამდე არ შეიმჩნეოდა ის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც დღეს ხდება? ოპოზიცია ამბობს, რომ ეს წინა საარჩევნო პიარია. რას უპასუხებთ იმათ, ვინც ამბობს, რომ წინა საარჩევნო კლიპში თქვენი ცრემლები ყალბია? არჩევნებამდე 8 დღე რჩება. როგორ შეაფასებთ თქვენ შანსებს და თქვენი კონკურენტების შანსებს? ვინ არის მიხეილ სააკაშვილისთვის რეალური კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში? დღეს ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება, რომ უარს ამბობს კენჭისყრაზე. რა სიტყვით, რას გეუბნებათ ეს სახელი და რამდენად რეალურია საფრთხე, რომელზეც დღეს საუბრობენ, სახელმწიფო შეთქმულება? მოსალოდნელია თუ არა საქმის აღძვრა გადატრიალების მუხლით მის მიმართ და ემუქრება თუ არა მას საფრთხე საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში? როდის გაივლო წყალგამყოფი თქვენსა და პატარკაციშვილს შორის? ცნობილია, რომ მას სერიოზული წვლილი ჰქონდა ვარდების რევოლუციის დაფინანსებაში. რა კომენტარს გაუკეთებთ იმ ფაქტს, რაც გუშინ მოხდა ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით? რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის? 7 ნოემბერი, რას ნიშნავს ეს დღე მიხეილ სააკაშვილისთვის? თქვენი ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თუ თქვენ გახდებით პრეზიდენტი, ქვეყანაში დაიწყება პოლიტიკური რეპრესიები. რა სიტყვით, რამდენად რეალურია არჩევნების შემდეგ ანგარიში? დაიღალა პატარა ნიკოლოზი. პატარა სააკაშვილმა
გააპროტესტა რომელიღაც კითხვა, დიახ. კარგი, ეხლა ეს უკვე მეტის მეტია. კითხვა ნომერი 9. პიესში თქვენი სტუმრობის დროს განაცხადეთ, რომ აპირებთ შეცვალოთ პოლიტიკური გუნდი. ვის გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ გარდაუვალ ცვლილებებზე? ვინ შეიძლება ვიხილოთ კონკრეტულად და არ ვიხილოთ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ან პარლამენტის ახალშემოდგენლობაში? და ბოლო შეკითხვა, რა იყო მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი წარმატება პრეზიდენტობის ბოლო ვადაში? და მე სანამ გისურვებთ წარმატებებს და ამ 10 კითხვას გადმოგცემთ, მინდა გადმოგცემთ წერილი, რომელიც prime time-ში დატოვა ქალბატონმა იზოლდარ ჩეულიშვილმა, რომელიც ჩვენთან სპეციალურად რუსთავიდან ჩამოვიდა, რომ ეს კითხვები თქვენთვის გადმოგვეცა. აი ეს 10 კითხვა და რუსთავიდან წერილი. მადლობა. ჩვენ და დავიწყოთ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მანამდე მე მინდა მივესალმო კიდევ ერთხელ ჩვენს დარბაზს და ქალბატონ სანდრასთან მინდა დავსვათ ერთი ასეთი კითხვა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ მობძანდით, ძალიან გვიანია და შესაძლებელია პატარა ნიკოლოზის გაბრაზებაც ამას უკავშირდებოდეს, ამიტომ მოდით ვისარგებლოთ. მის გაბრაზებას სრულიად კონკრეტული მიზეზი ქონდა. რომელი კითხვა არ რომელი არ რეპრესიებზე კითხვა არ მოეწონა აშკარად და გააპროტესტა. კარგით, რეპრესიებს დაემთხვა ხო ეს რაღაც გაპროტესტება. ქალბატონო სანდრა, აი თქვენი პასუხი მაინტერესებს, რამდენად აქვს მიხეილ სააკაშვილის 5 იანვარს შანსი, რომ იგი გახდეს მეორე ვადით პრეზიდენტი? როგორ ფიქრობთ თქვენ? და რამდენად არის ღირსი თქვენი აზრი? დიდი მადლობა პირველად ჩვენთან უხედით, იმიტომ რომ მართლა გვიან არის მისთვის, მაგრამ ესაც მისი ცილია წინასაარჩევნო კამპანიაში, ასე ვთქვათ. და მე მგონი რომ მართლა ძალიან დიდი შანსი აქვს ჩემ მეუღლეს, იმიტომ რომ ამან არ იცის მხოლოდ სიტყვა, ამათ საქმეც იცის და ეს ძალიანაც კარგად აჩვენა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. დიახ. და იქნებ მეორე მიკროფონი მივაწოდოთ, იმიტომ რომ შეუძლებელია თვალწები, რომ ქალბატონმა სანდრამ გააგრძელოს საუბარი. დაიპყრო ჩვენი მიკროფონი პატარა ნიკოლოზმა. გისმენთ? და ყველანაირი გამოკითხვის შედეგიც ასე აჩვენებს და მეც ხედავ შეხვედრებზეც დავდივარ დღეს კახეთში ვიყავით. ნუ ყველგან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მე ჩვი არ მეფარება და მართლა საჭიროა, იმიტომ რომ დარჩა ძალიან ბევრი გასაკეთებელი და სიღარიბის გარეშე მართლა ის სლოგანია, ის გზავნილია, რაც ყველაზე გამბედავია, იმიტომ რომ ყველაზე კომპლექსურია, ძალიან ბევრ საკითხს ეხება სიხარიბის წამბრძოლა. კარგი. და მე მგონი ეს. და მე ცოტა ხანში ისე უნდა დაგისვათ კითხვა, როდესაც ამბობთ, რომ იგი არის ღირსი გამარჯვებისო, ყველაფერი მოგწონდა თუ არა, ვთქვათ, იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში. ბატონო მიხეილ, თქვენ შვილს აშკარად აქვს სწრაფვა მიკროფონისკენ. მე მგონი გენეტიკური უნდა იყოს. დავიწყოთ, მოდი, თუ შეიძლება. თქვენი ოპონენტები ბრალდებად გიყენებენ იმასაც, რომ თქვენ გაწყვიტეთ კონტაქტი ხალხთან, რატომ საარჩევნო კამპანიამდე არ შეიმჩნეოდა ის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც დღეს ხდება. მე მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ არასდროს არ გამიწყვეტია კონტაქტი ხალხთან. ყველაფერი რასაც მე მივახციე და რაც მქონდა დასახული მიზნად და რაც მაქვს საერთოდ გამაჩნია ცხოვრებაში. ეს ყველაფერი არის ჩვენ ხალხთან ერთად მიღწეული. ჩვენ ხალხთან ერთად ჩვენ მოვახდინეთ ვარდების რევოლუცია. ჩვენ ხალხთან ერთად ჯერ კიდევ მანამდე თბილისის საკრებულოში შევედით ხალხთან ერთად და ხალხთან ერთად დავიწყეთ ბევრი რამის შეცვლა თბილისისთვის და საქართველოს. ჩვენ ხალხთან ერთად ჩვენ მოვიშორეთ ასლანაბაშზე და მე არასოდეს არ დამავიწყებ ეს სცენა, როცა ბათუმში ჩავედი ასლანთან ინაგურაციაზე, დავაძალე რომ ჩავსულიყავი, ლამის დაგჭირდა დაპატიმრების მუქარა ამისათვის მისი და ჩავედით, გარშემორტყმული ვიყავით მისი მრავალრიცხოვანი დაცვით, 3 კორდონი ჯარის და პოლიციის რაც ყავდა მას ეს შეერაღებული დაცვა გვაცილებდა ძალიან დიდ ჯგუფთან ბათუმელების. და ერთის მხრივ მე გავარღვი ეს კორდონები მიუხედავად აბაშის პროტესტებისა და ბუზღულისა და მეორე მხრივ ხალხმა თავის სიცოცხლის რისკის ფასად გამოვარღვია კორდონები და როგორ ჩავეხუტე ჩვენ ერთმანეთს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი პირადად ჩემთვის. ჩვენ ხალხთან ერთად დავიწყეთ კრიმინალთან, ქურდებთან, ყაჩაღებთან ბრძოლა და მივახცეთ სერიოზულ წარმატებას. ჩვენ ხალხთან ერთად დავიწყეთ ეკონომიკის წამოწევა, რა თქმა უნდა, ბოლომდე ძალიან დიდი გზა გასავლელი, მაგრამ ჩვენ ხალხთან ერთად გავაკეთეთ ყველაფერი და მე მინდა შეგახსენოთ. როგორც კი დადგა პატარა ეჭვის ქვეშაც კი. პატარა ეჭვის ქვეშაც კი. ხალხის ძალაუფლება საქართველოში. 7 ნოემბერს, 2 ნოემბერს, 7 ნოემბერს მე გადავდგი ნაბიჯი ისევ ჩემი ხალხისკენ და ჩემი პრეზიდენტის სავარძელი
გადავეცი არა ვიღაცას, ან კი არ ჩამოვეკიდე, გადავეცი ისე იმას, ვისაც ეკუთვნის ჩემი სიცოცხლე, ვისაც ვიც არის ჩემი მთავარი უფროსი ცხოვრებაში, ჩემი მთავარი ხატება და ჩემი ერთადერთი ორიენტირი, ქართულ ხალხს. გასაგებია. მე 7 ნოემბერი ახსენეთ ახლა თქვენ და ცოტა მოგვიანებით ვაპირებდი ამ თემაზე შეკითხვის დასმას. აპლოდისმენტების შემდეგ მაშინ აქვე დაგისვავთ ამ კითხვას. მინდა რომ მიუყვეთ ამ შეკითხვებს, რომელიც თან უნდა მოგვაწოდა. 7 ნოემბერი ახსენეთ და ბრძანეთ რომ აი მე ჩემი ხალხი მე დგაგვერდით იგივე ასლანთანო ბრძოლის დროს იგივე ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ იგივე თქვენი ხალხი იყო თქვათ იგივე რუსთაველზე გამოსული პარლამენტის წინ. მინდა განვაგრძოთ 7 ნოემბრის თემა იყო შეკითხვა რას ნიშნავს 7 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს როდესაც თქვენ არ ხართ პრეზიდენტი ანუ წინ არის 5 იანვარი რა შეგიძლიათ გითხრათ აი ეს ადამიანები ვინც იქ იყო გასული რას ეტყვით მათ ვისაც მოხდა ეს ხელკეტები რისთვის იყვნენ საერთოდ როგორ ფიქრობთ აი რატომ გავიდნენ მართლა სოციალური გაჭირვების გამო გავიდნენ თუ უსამართლობის გამო და ძალიან ბევრი რაღაც მიზეზის რას ეტყვით მაშინაც თქვენი ხალხი იდგა იმ პარლამენტის წინ 2-ში და 7 ნოემბერს მინდა გითხრათ ინგა რომ ეს იყო ძალიან მძიმე დღე ჩემთვის და მთლიანად საქართველოსთვის და განსაკუთრებით პირადად ჩემთვის მე მინდა ხაზი გავუსვა მე ერთხელ უკვე გითხარით თქვენ გითხარით და მინდა გავიმეორო ყველა ხელკეტი რომელიც ვიღებმეს მოხდა პირადად მე და ყველა ცრემლი დავღორი პირადად მე მაგრამ მე მინდა გითხრათ ასევე რომ ის რაც მოხდა 7 ნოემბერს ის არ იყო ჩვენი არჩევანი ის რაც გავაკეთე მე და ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ ის რომ დავიცავით ქვეყნის სტაბილურობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და ის რომ ეს 100 არის ეს დამტკიცდა იმით რომ ჩვენ ამის შემდეგ გადავდგი ნაბიჯი ხალხისკენ და ის რომ სააკაშვილს არ სავის სკამისთვის არ გაუკეთებია ეს ამაზე ნათელი დადასტურება თუ არა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა რომლის არანაირი აუცილებლობა დამეთანხმებით იმ წუთში არ არსებობდა გავაკეთე ხოლოდ იმისათვის რომ გვენახა რომ ეს არ არის ეს არ გაკეთებულა პრეზიდენტის სავარძისთვის ეს გაკეთდა ხოლოდ ერთი რამისთვის რომ ჩვენ დაგვეცა ქვეყანა და დღეს და გუშინ წინ მე ვფიქრობ თუ კი ბევრი ადამიანისთვის ბევრი კითხვა რჩებოდა ბევრ კითხვას გაიცა პასუხი ჩვენ იმ ხალხისგან კი არ დავიცავით ქვეყანა ვინც იყო შეკრებილი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეს ხალხი არის ჩვენი ხალხი რა თქმა უნდა ეს არის მე თავს შევაკლავ ხვალვე ამ ხალხისთვის ნებისმიერი მათგანისთვის თავს გავწირავ საერთოდ უყურყმანოთ ვინც იყო იქ შეკრებილი ჩვენ დავიცავით იმ ბოროტი იმ ბრნელი იმ აბსოლუტურად დამანგრეველი ძალისგან რომელსაც ჰქონდა განზრახული სრულიად ნათლად სრულიად ეჭვგარეშე ძალიან ცინიკურად წინა ეფარებია ჩემი ხალხი და თან ბედავდა აი ესეთი ტონით ელაპარაკა ჩემ ხალხზე ასე აგდებით ასე ცინიკურად ასე დამამცირებლად და რომელსაც დღესაც არ აუღია ამ თავის განზრახვაზე ხელი აი ეს არის თავი განსხვავება რა თქმა უნდა ჩვენ ყოფთ ამ ორივეს ერთმანეთს მე მესმის თქვენაზეც საუბრობთ, მაგრამ ის ხელკეტები, აი როდესაც თქვენ ამბობთ, რომ იყო ეს ბნელი ძალა და ამ შემდეგ, ის ხელკეტები მოხდა ხალხს და გაზის ტყუილები. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ის წარსულს მიცემს შეფასებას ისტორია და მიცემს შეფასებას ხალხი, მათ შორის 5 იანვარს. ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ, არა წარსულზე, თუნდაც მხოლოდ 7 ნოემბერს, თუმცა მე ამაზე მზად ვარ უსასრულოდ ვილაპარაკო. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ დავძლიოთ გაჭირობა, უმუშევრობა, როგორ დავძლიოთ სიღარიბე, როგორ გავიდეთ უკანასკნელ ეს არის. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა. და კი ბატონო, კარგით, მაშინ ხალხის თემა ერთგვარად ამოვწუროთ, ალბათ ძალიან ძნელია ეს თემა რომ ამოვწუროთ, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბრობთ, მაგრამ აი იგივე თქვენი ოპონენტების მხრიდან, რას უპასუხებდით, თქვათ განცხადებებს იმის შესახებ, როცა ხალხთან ურთიერთობაზე არის საუბარი, მათ ვინც ამბობს, რომ წინა საარჩევნოთ კლიპში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ტირისო, ეს არისო ყალბი ცრემლიო. სხვა შორის წინა გადაცემაში იყო ეს განცხადება გაკეთებული, თუ არ ვცდები ლევან გაჩიჩილაძემ თქვა ასეთი რამ. ანუ მე არ მჯერა მისი ეს იყო ყალბი რა სიტყვით თქვენ მე საერთოდ არ მიყვარს ცრემლები და თუმცა მეც ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ყველა ადამიანის გულს შეუძლია გაუძლოს რაღაც რაოდენობის სტრესს და რაღაც რაოდენობის ემოციას არის ხალხი ვიც ყველაფერს ეჭქვეშ აყენებს მაგრამ მე ვფიქრობ ნორმალური ქართველი და მე ვიყავი ოჯახში აი წარმოიდგინეთ ვიყავი წყალტუბოში ჩასული ვიყავი დიდ შეხვედრაზე ვიყავი 15000 კაცი იდგა მოედანზე 15000 კაცი წყალტუბოში ცხოვრობს ამდენ თელ წყალტუბოს რაიონში ძალიან ბევრი წასულია რუსეთში და ეს არის რაც დარჩა ამ ძალიან ლამაზ რაიონში საქართველოში და მე ამ შეხვედრის შემდეგ შევაჭერი პანსიონატში შახტიორი ეს პანსიონატია სადაც ცხოვრობენ
ჩვენი დევნილები. ერთი საოცრება ესე იგი შედიხარ ოჯახში ყველაფერი ერთ ოთახში შევედი ქალბატონი ზის ესეთი პროფესორის სახით სათვალები წელში ესე გამართული და არის პატარა ოთახი 10 კვადრატული მეტრი და იქ არის 5 საწოლი. ეს ქალბატონი და თავის შორეულნაცები ცხოვრობენ, იმიტომ შვილები დაიღუპა სოხუმში 93 წელს. და მიუხედავად ამისა ამ ქალს რო შეხედო და შეხვდები. აი ეს არ ყოფილა არანაირ კლიპებში და იმაში გამოვედი და ეს ქალი აი აქეთ გაწყნარებს, აქეთ გაძევს ოპტიმიზურობას და როცა შევედი მეორე თვითონ დამიძახა მეორე ქალბატონმა და ქალს ყავს იქ თავისი ავადმყოფი ქმარი. და ეს არის კაცი გამოგდებული გაგრიდან რომელიც შესახედავად ძალიან გავს ბაბუაჩემს, მართლა ძალიან გავს ბაბუაჩემს. და არის და მაჩვენეს თავის სახლის სამსართულიანი სახლის ფოტო გაგრაში. და არიან ზუსტად ესეთი 8 კვადრატულ მეტრიან ოთახში და ადამიანი არის სასიკვდილო საფრთხეში. ის ადამიანი რომელიც ამას არაფერს არ იმსახურებს. არ ვიცი. თუ რომელიმე ნორმალურ ქართულ ადამიანს ამ პირობებში გაუძლებს გული, ეს მისთვის მიმანდია. მე არის ხალხი ვინც ამბობს, რომ განმუხური დადგმულია, თუმცა აგერთ ეს კობასობელიანი თავის დევნილებთან ერთად და მანიცის რაზე ვლაპარაკობ და ძალიან კარგად ვიცის რა არის ამ ხალხის გაჭირვება. როცა ვლაპარაკობთ რომ იქ რაკეტა ჩვენ თვითონ ვესწრებთ საკუთართავს, მაგრამ თავარი ის კი არა რომ ცრემლებზე ვლაპარაკობთ. ჯობია ვილაპარაკოთ იმ კაცის გაჭირვებას, სადაც მე ვიყავ. ჯობია ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მივახმაროთ ამ მდგომარეობაში ყოფ სხვა ადამიანს, როგორ გავაკეთებთ ის რომ მათ არ გქონდეთ კუნალობის პრობლემა, არ გქონდეთ პენსიის პრობლემა, არ გქონდეთ ელემენტარულად უსახკარობის პრობლემა, თუ რამ კაც და დავაბრუნოთ იქ საიდანაც ეს ხალხი წამოვიდა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და არა ვის როგორ ეჩვენება და ვისაც წარმოადგენს. თუმცა ეს მაინც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მე მინდოდა რომ ეს შეკითხვა დამესვა აი ამ ცრემლებთან დაკავშირებით. ისი არჩევნებამდე რჩება ზუსტად 8 დღე. აი როგორ შეაფასებდით პირადად თქვენ შანსებს და თქვენი კონკურენტების შანსებს და თუ ფიქრობთ რომ ვინმე შეიძლება იქიდან იყოს ისეთი კონკურენტი თქვენი, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს მიხეილ სააკაშვილი? ისინი ყველა ადამიანი ვინც არის ჩართული ამ საარჩევნო ბატალიებში არიან ისეთივე საპრეზიდენტო კანდიდატები და ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მეორებ, ეს გადაწყვეტილება არც არავის არ დაუძალებია, მანამ სანამ იყო მოთხოვნები მე ეს არ გავაკეთე მას შემდეგ, რაც სიტუაცია ჩაწყნარდა, რაც ჩვენ ქვეყანაში წესრიგი დავამყარეთ, რაც ძალაუფლება იყო კონსოლიდირებული და მხოლოდ ამის შემდეგ, რაც ჩვენ დავიცავეთ საკონსტიტუციო წესრიგი და სტაბილურობა და სიმშვიდე ქვეყანაში, მხოლოდ ამის შემდეგ და არა შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ, იმ ძალის მხრიდან, რომელზეც მე ვლაპარაკობ, იმ ბნელი ძალის მხრიდან, ჩვენ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემ მეგობრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს მე ვარ ისეთივე საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორც ისე, რა თქმა უნდა. თუმცა ისინი გადანაშაულებენ რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდანო რაღაც თანხების გამოყენება ხდებაო და აი ეს დამიტოვეს წინა გადაცემაში თქვენთვის მოგვიანებით უნდა გაგატანოთ ეს. მაგრამ მე ერთი რამ მინდა თქვა, განსხვავება არის ის ჩემსა და ამ კანდიდატებს შორის, რომ ისინი მუდმივად მიტევენ მე და მე უტევ სიღარიბეს და უმუშევრობას. ისინი იბრძვიან იმ სავარძლისთვის, ისინი იბრძვიან სავარძლისთვის და მე ეს სავარძელი გადავეცი ქართულ ხალხს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება. ქართველი ხალხის გადაწყვეტილება 5 იანვარს რა უყოს ამ სავარძელს. მიცეს ეს სავარძელი მას, ვისაც უნდა ამ სავარძელს გადაგდება წყალში დამტრობა და გარდამავალი მთავრობა უნდა პოსტის გაუქმება თუ ასე შემდეგ, თუ მისცეს მას, ვინც ფეხზე დააყენებს და გამთლიანებს საქართველოს. ისინი თვლიან რომ საქართველოს თავარი პრობლემა არის სააკაშვილი. მე ვთვლი რომ საქართველოს თავარი პრობლემა არის სიღარიბე და უმუშევრობა. ისინი აპირებენ სააკაშვილის დამარცხებას, მე ვაპირებ დავამარცხო სიღარიბე და უმუშევრობა. კარგი. მოდით მე მინდა ჩვენ საუბარში დარბაზი შემოვიყანო და შემდეგ კვლავ განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი. ისე კომენტარს არ გააკეთებთ, ეს მე შევპირდი წინა გადაცემაში უცნობმა დამიტოვა გადაეციო მიხეილ სააკაშვილს. სიამოვნებით, მე ბოლოს მე არქივს ვაკეთებ, ბატონო? თუ შეიძლება ქალბატონინოსთან გადავიდეთ, მე მინდა დარბაზი ჩაერთოს ჩვენ საუბარში, გისმენთ რაღაც სამბობდით ქალბატონინო. არა, ავტოგრაფით რო ყოფილიყო, უფრო ფასი ეკრებოდა მაგრამ. ერთი კითხვა მინდა დავსვა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან. სხვათა შორის ეს არის ბლოკი, სადაც ყოველთვის არიან ხოლმე კანდიდატის მხარდამჭერები, ანუ ოპონენტები ამ შემთხვევაში არ არიან. ამიტომ მე მინდა გკითხოთ, ნებისმიერ თქვენგანს
აი ბატონ ფრიდონ, მოდი დავიწყებ თქვენგან. ყველაფერი მოგწონთ? მიხეილ სააკაშვილის არანაირი კრიტიკის ხასიათზე არასოდეს არ ყოფილ ხართ? მხარდამჭერი რომ ხართ და აი პირველ რიგში რომ ზიხართ თუნდაც. და ყოველთვის რომ ამბობთ რომ თქვენ უჭერთ მას მხარს. რატომ? არაფერს არ გაუღიზიანები ხართ ამ წლების განმავლობაში. კალბატონო ინგა, მოდი გავიხსენოთ. მე ჩამოვედი 16 წლის უკან, როცა საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა. მივატოვე მოსკოვი, ჩამოვედი, მეგონა რომ საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა იქნებოდა მეორე შვეიცარია. გავყიდით ბორჯომს, ჩაის და ყველაფერი გვექნებოდა. არ მინდა ხლა ეს რა ტრაგედიები იყო ამ წლების განმავლობაში. როგორ გადავიტანეთ? ბოლო 4 წელიწადი, რაც მე ვნახე, ახალი, ყველაფერი ახალი. რაც მოხდა საქართველოში, მე დავთანხმდი, როცა შემომთავაზეს, რატომ უნდა ყოფილიყავი შტაბის უფროსი, ბატონ მიხეილის. მე ვხედავ 40 წლის განმავლობაში, ქალბატონო ინგა, მედიცინაში არ ჩადებულა ის თანხა, რაც ჩაიდო აი 4 წლის განმავლობაში. მე თქვენ როდ გეხართ აქ? რისი დამსახურება? ექიმების. ვინ მოგცა? ექიმების და ხო. ხო. მესმის. აბა როგორ? არა, უცბად დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეუბნება. დიდი მადლობა. ხო. რაღაც ძალიან ურაზრუნად გაიჟღერა. დიდი მადლობა ბატონ ფრიდონის კლინიკაში გავიკეთე 2 წლის წინ ოპერაცია, ალბათ ამას გულისხმობთ. საშუალება მოგცა იმან რომ შემოვიდა ახალი ტექნოლოგიები, ახალი მენტალიტეტი, ახალი აზროვნება. კარგით. მე გადასარევად მახსოვს, როგორი გზები იყო, შუქი, ეს ყველაფერი. მე მომწონს ბატონ მიხეილის პროგრამა, არ გვერდით, ვიყავი და ვიქნები. კარგით. ბატონ ეზო გაგვა თუ არის აქ უბრალოდ მაინტერესებს. აი მე მინდა უთხრა, მე მინდა აგერ არის ონკოლოგიური სამონტყოფოს დირექტორი, რომელიც რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე სამონტყოფო. მე მახსოვს მამიდა ჩემი იწვა ამ სამონტყოფოში რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ ახლა ცოცხალი აღარ არის და რა პირობები ვნახე, როგორ დამხდა იქ ნახე ძალიან მაგარი ექიმები, რომელთაც ჰქონდათ აპარატი 60-იანი წლების, რადიაციის აპარატი, დაცხევების აპარატი. ჩვენ ახლა რამდენიმე ახალი დაცხევების აპარატი ვიყიდეთ, თითო ღირს 5 მილიონი, ხო, თითქოს პატარა დეტალია, რომ დაცხევების აპარატი ათასობით ადამიანი საქართველოში დაიღუპა მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო, რომელშიც მთავრობა უსაშუალოდ იპაროდა ფულს, ვერ მონახა 5 მილიონი დოლარი, 5 მილიონი დოლარი, როცა საირმის გორაზე თითო სახლი, აი იმ კლიპში რომელიც თქვენ აჩვენეთ მანამდე, რომელსაც მე ვაჩვენებ სურათებს, თითო სახლი ღირს 15-20 მილიონი იმ დროის თანხებით. პირველი რაც უნდა გავაკეთეთ ეს ონკოლოგიური სამონტყოფო. ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ყველა სოფელში იყოს ისეთი ამბულატორია, რომ ადამიანი ბოლო სტადიაზე არ ხვდებოდეს თქვენთან. წინასწარ იყოს შემოწება და ამაზე სანდრა ძალიან ბევრს მუშაობს, წინასწარ იყოს ამოცნობა, წინასწარ იყოს კვალიფიციური ექიმები, წინასწარ ქონდეს ელემენტარული აპარატურა იმისათვის, რომ ადამიანს არ ჭირდებოდეს სიმთახების გადახდა. სხვა დროს ხშირად დღეს ქიმიოთერაპია, რომელსაც სახელმწიფო იღებს, 500 ლარის არ ქონის გამო, მე არ მახსოვს როგორ შემახლობელები 500 ლარი ვარ ქონდა თვეში ფული, ამის გამო დაიხოცა ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში. ეს დღეს უკვე აღარ ხდება და აღარ მოხდება არასოდეს, მე ამას ვპირდები ყველას ყველა ადამიანი საქართველოში მიიღებს ჯანდაცვის პოლისს, ვისაც ეს სჭირდება იმისათვის, რომ არასოდეს სიღარიბის გამო საქართველოში არავინ არ ვარდებოდეს ლოგინა და არავინ არ კვდებოდეს. სიღარიბის გადალახვის ერთ-ერთი კომპონენტი არის ჯანმრთელობის დაცვა. ეს არის ხალხი, რომელიც იყო გმირები, აქამდე მოიტანა სახელმწიფოს გარეშე, ახლა თქვენ გვერდზე დგას სახელმწიფო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონი რეზო და შემდეგ მინდა რომ დიდი მადლობა. თქვენს ვაჟის დაუსვათ შეკითხვა. ქალბატონო ინგა რომ მომეცით საშუალება გამომეთქვა ჩემი მოსაზრება, რატო უჭერთ მხარს ბატონ მიხეილ სააკაშვილს. იმიტომ რომ მისი სიტყვა საქმეა. რასაც ამბობს, იმას აკეთებს კიდეც. და შეიძლება მე თქვენ პრაქტიკაზე აი გითხრათ ახლა რაც ითქვა, გამიგეთ? როგორ გაიზარდა ჩვენი დაწესებული. რა თქმა უნდა, პრობლემები ძალიან ბევრია. და ეს პრობლემები, რაც ხდება გინდაც ონკოლოგიაში, ჩემზე უკეთ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. მაგრამ წინსვლა ხომ ძალიან ადვილად შეიმჩნევა. ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ დაწესებულებას ჰქონდა 1 წლის განმავლობაში, ეს იყო 1 მილიონი ლარი, დღეს 1 თვის ბიუჯეტია. დიდი მადლობა. 1 თვის ბიუჯეტია. დღეს იმაზე როიძახიან საწავი და გაზრდილი ბიუჯეტი. 12-ჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენჯერ მეტი ადამიანი გადავარჩინოთ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე. იძახიან კორუფცია შემცი და საწავი და ბიუჯეტი წავიდა სწორედ იქ, რომ ვეხმარებით ადამიანები წავა ბევრად მეტი იქნება. გაბატონო ინგა, შეიძლება ერთი დავამატო? ის რომ დღეს აი აქ ახსენეს ჩვენი პაციენტები, დღეს უკვე ისეთი აპარატია შემოსული საქართველოში ბატონი პრეზიდენტის, ბატონი მიხეილის ინიციატივით,
და მე ისე მჯერა რომ ის პრეზიდენტიც იქნება მომავალი. კარგით, ნახოთ, დაველოდოთ 5 იანვარს. ისე დებატია შემოსული, აი რომლის მსგავსი SNG-ს ქვეყნებშიც კი არ არის. ეს არის ხაზოვანი ამაჩქარებელი. დიდი მადლობა. ედვარდ სააკაშვილს მინდა დაუსვა ერთი ასეთი კითხვა, როგორია იყო პრეზიდენტის შვილი? რა თქმა უნდა არის რთული, რადგან მამა ხშირად არ არის სახლში. მარტო ამიტომ არის რთული, რომ მამა არის მარტო ამიტომ, იმიტომ რომ ხშირად გიწევს ისეთი რაღაცები გაკეთება, რაც არ გინდა მაგალითად. მაგალითად? სადღაც წასვლა თუნდაც. აი მაგალითად აქ მოსვლა, ხო? მინიშნება გააკეთა, გაიძულეს რომ აქ მოსულიყავი. აი როცა მამაზე კრიტიკას ისმენ ხოლმე. გასხოვეთ პოლიტიკოსებისგან, ამას შეუძლია გულწრფელი იყოს. აჰა, კარგით. როდესაც ისმენ ხოლმე კრიტიკას, როდესაც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ მისი ოპონენტები, აი როცა უყურებ ხოლმე ძალიან მძაფრად და მწავედ აკრიტიკებენ, აი შენ დამოკიდებულება ამ დროს როგორია? საერთოდ თუ გილაპარაკე ამ თემებზე მამასთან, მისი პრეზიდენტობიდან რა მოგწონს, რამე თუ არ მოგწონებია რაღაც ესეთ? რა თქმა უნდა, ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ უკვე ბიჩეული ვარ მე პრინციპში ამას. ანუ არ ბრაზდები, არ გწყინს ჩვეულებრივად? ცოტათი რა თქმა უნდა წინს, მაგრამ უკვე ეს სისტემატიურია ძალიან. კარგი, შვილიდან ისევ თქვენთან გადმოვალ, პატარა ნიკოლოზი გაიყვანეს, თქვენ წეგან ნახევრად იხუმრეთ, რომ არ მოეწონაო ერთ-ერთი კითხვა. თქვენი ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თუ თქვენ გახდებით პრეზიდენტი, ქვეყანაში შესაძლებელია დაიწყოს პოლიტიკური რეპრესიები. რა სიტყვით, აი რამდენად მოსალოდნელია არჩევნების წინ თუ კი თქვენ გაიმარჯვებთ, დაიწყოს ანგარიშწორება თქვენი ოპონენტების მიმართ, მათ შორის მათ მიმართ, ვინც არის ძალიან მწავე და კრიტიკული დღეს. ჩემი პასუხი არის და ყოველთვის იყო ბოლო ხანებში განსაკუთრებით როცა დავდივარ კამპანიაზე და მეკითხებიან ტელეკამერის გარეშე ძალიან ბევრჯერ ამას, უბრალოდ მე ვიწყებ ამაზე ლაპარაკს, რომ ჩვენ დასაკარგი ქართველები ნამდვილად არ აკვავს, ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი. ამიტომ საქართველოს როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა. იმ გერბზე, რომელიც ჩემი ინიციატივით მიიღოთ ჩვენმა კონსტიტუციურ პარლამენტში, თავარი რაც წერია, ძალა ერთობაშია. საქართველოს ძალა არის ერთობაში. მათ შორის ერთობაში ყველაზე უფრო შეუთანხმება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. თუ ეს ხალხი არის საქართველოს პატრიოტები და რა თქმა უნდა მათი აბსოლუტური უმრავლესობა აბსოლუტურად დარწმუნებულია არიან საქართველოს პატრიოტები. ამიტომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას ჩვენ თავარ ოპონენტთან, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან. ყველა ვინც დაგვიდგება გვერდზე ამ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, გუშინ და გუშინ რას ამბობდა. არის ყველა აბსოლუტურად ყველა არის ჩვენი მოკავშირე. ანუ პოლიტიკური ანგარიშწორება ამ შემთხვევაში უნდა გამოვრიცხოთ. აი ამ დროს ძალიან ხშირად, როდესაც არის ხოლმე ლაპარაკი, უნდა დავამარცხოთ დიქტატორი სააკაშვილი, ქვეყანა სააკაშვილის გარეშე და ასე შემდეგ, როდესაც ისმება კითხვა რატომ. ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ თუ კი იგი გაიმარჯვებს, ეს იქნება ძალიან მძიმე, თქვათ იგივე პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით და არგუმენტებად მოყავთ ხოლმე, აი რაღაც თქვათ მასალები, რომელიც ამ ადამიანებზე გამოქვეყნებულ ახსენებენ ხოლმე პოლიტპატიმრების თემას და ასე შემდეგ. ანუ თქვენ დღეს აცხადებთ, რომ არც ერთ მათგანს არ შეეხება არანაირი პოლიტიკური რეპრესია. ჩემ პრეზიდენტობის დროს საქართველოში არ იქნებიან პოლიტპატიმრები. მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით ეს იყო სულ სხვა შემთხვევა და მე ვაპირებ რომ ამ შემთხვევას გადავხედო თუ ეს კონკრეტული შემთხვევა გაინტერესებთ და მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. არც ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკურ განცხადება. ყველაზე დიდი პირადი შეურაცხყოფა. არასოდეს არ იქნება ჩემი მხრიდან რაიმე სამართლები და თუნდაც ადამიანური რეაგირების შედეგი. მე არ მაქვს უფლება რომ ვიყო თუნდაც ამაზე ადამიანური რეაგირების უფლება მქონდა. არ მაქვს ეს უფლება. ჩვენ გვყავს კიდევ ერთხელ მტერი საქართველოს სიღარიბე რაც არის დარჩენილი საქართველოში და უმუშევრობა. დანარჩენი ყველაფერი არის მეასე ხარისხოვანი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთი დღე დავკარგოთ იმაზე რომ ვიღაცასთან კამათზე მით უმეტეს ანგარიშწორებას დავხარჯოთ. ამას მომავალ სრული პასუხისმგებლობით შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ჩემი ეს განცხადება, შეგიძლიათ ჩაიწეროთ ყველა არქივში და გარწმუნებთ, რომ იქნება ზუსტად ისე, როგორც ვამბობდი ადრე, ესე გავაკეთე, როგორც გეუბნებით ახლა, ზუსტად ასევე მოხდება მომავალში. ძალიან კარგი, გავიხსენებთ, როგორ განვითარდება მოვლენები იმის მიხედვით, აი თქვენს ოპონენტებზე საუბრობდით, ბატონ მიხეილ, დღეს ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იგი ხსნის საკუთარ კანდიდატურას, მეო გავითვალისწინე ოპოზიციის მოთხოვნა, დაახლოებით ასეთი იყო, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, სააკაშვილის დასამარცხებლად და ასე შემდეგ. მოსალოდნელია თუ არა, რომ იგივე ბადრი პატარკაციშვილზე, რომელმაც მოხსნა კანდიდატურა, მაინც დაიწყო საქმის აღძვრა გადატრიალების მუხლით, თუნდაც აი მასალებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ამ დღეებში ტელევიზიით ვიხილეთ, მოსალოდნელია თუ არა, რომ იგი საერთოდ ვეღარ ჩამოვიდეს საქართველოში და საერთოდ რა სიტყვით, რა ემუქრება მას, ემუქრება თუ არა რაიმე.
მე მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ ოპონენტზე, ნამდვილად აქ არის სამართლების შეფასების საუბარი, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, არც პრეზიდენტის კანდიდატის რანგში, არც პრეზიდენტის რანგშიც, თუ ხალხი ამირჩევს და მხარს დამიჭერს, ეს არის სამართლებრივი საკითხი. ქართველი ხალხისთვის მე მგონი დღესავით ნათელია ყველაფერი ამ ძალასთან დაკავშირებული. ეს იყო და არის პიროვნება, რომელიც ჯერ რომელმაც თავის ჯგუფთან ერთად, თავის უფროსთან ერთად ამ ბერეზოვსკისთან ერთად კინაღამ ჩაიგდო ძალაუფლება მარაზმატული ელცინის მარაზმატული მთავრობის პირობებში რუსეთში და კინაღამ იგივე გააკეთა შევარნაძის მარაზმატული მთავრობის პირობებში საქართველოში. მათ გეგმები ჩაუშალა მაშინ მხოლოდ ვარდების რევოლუცია. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საფრთხე სრულიად რეალური, ეს არ არის ქართული შიდა ქართული პოლიტიკური ფენომენი ნამდვილად. და ხა ჩვენ მე ვერ ვიტყვი რომ ეს საფრთხე ბოლომდე მოხსნილია, თუმცა ეს საფრთხე სერიოზულად არის განეიტრალებული და მე მინდა ვთქვა ყველა მიცოდეს, რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის დადგება თავის მოქალაქეების და წესრიგის სადარაჯოზე. ჩვენ ყოველთვის ცივილიზებული მეთოდებით დავიცავთ ჩვენ მოქალაქეებს და არც ერთ ბნელ ძალას არასდროს არ მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს როდისმე აგვიყირაოს. არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ იმიტომ რომ ეს ძალა მიგვაქაჩება წარსულისკენ და ჩვენ გვინდა მომავალი. იმიტომ რომ ეს ძალა არის ბნელი ძალა და ჩვენ გვინდა ნათელი მომავალი თითოეული ჩვენი ადამიანისთვის თავისუფალი სიღარი, თავისუფალი სიღარიბისგან და შვილებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნისთვის. ამას ჩვენ მივახცევთ და ხალხი უნდა იყოს შვიდად. ერთით ვერ ჩამოვარდება, ვერც ჩვენ მოქალაქეს, ვერც ხუთში, ვერც ექვსში და ვერც ვერასოდეს. კარგით, მაგრამ მე ერთი ასეთი კითხვა უნდა დაგისვათ, აი თქვენ წეგან ბძანეთ, რომ ამაშიო ხელი შეუშალა ამ ბნელ ძალასო, როგორც თქვენ უწოდებთ ვარდების რევოლუციამ. მე მინდა შეგახსენოთ ის, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, როგორც ცნობილია ვარდების რევოლუციის დაფინანსებაში. იყო ასევე აქტიური საუბრები იმაზეც, რომ მთავრობის დაფინანსებაც ხდებოდა მისი მხრიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ. ანუ თუ კი ეს ადამიანი აფინანსებდა ვარდების რევოლუციას, მაშინ რა გამოდის, როგორღა შეუშალა ხელი? ანუ ერთდროს იყო იგი სასურველი პარტნიორი და დღეს აღარ არის, თუ რა ხდება? მე ჯერჯერობით ინგა ცოცხალი ვარ და პირველ წყარო ვარ, მე მგონი, მე ვიყავი ამ რევოლუციის ლიდერი ხალხთან ერთად. და მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც მოახდინა ვარდების რევოლუცია, რომელსაც მოახდინა შენატანი ვარდების რევოლუციაში. ეს არის ქართველი ხალხი. და დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა ქართველი ხალხის და ეს არის ყველაზე უფრო არასწორი ინტერპრეტაცია რუსეთში გაკეთებულა ეს ხშირად და იმ ხალხს მიერ ვისაც არ ესმის, რომ ვერანაირი ბნელი და ძალიან ფულიანი ძალაც კი მიუხედავ მთელი მცდელობისა ვერასოდეს ვერანაირ რევოლუციას ვერ მოაწყობდა. ასეთმა ძალამ შეიძლება მოაწყოს არეულობა და ჩვენ ეს ვნახეთ ჩვიდში. ასეთი ძალა რევოლუციას ვერასოდეს ვერ მოაწყობს. ამ რევოლუციამ ჩაშალა მათი გეგმები. მერე იყო მცდელობა იმ ხალხისა, იმ ძალებისა, ვინც ვარდების რევოლუციამ გაწია გვერდზე, რომ რაღაცნაირად მოეხდინათ მათი რეაბილიტაცია, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. თავარი რაც არის, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ მოწყობილი, ქართველი ხალხის მიერ ჩატარებული რევოლუცია და ვარდების რევოლუცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, ჩვენ მას არავის არ დაუთმობთ და თავარი პრობლემები რატომაც ჩვენ შეგვექმნა. ეს იცის თელმა საქართველოს. რატომ? იყო რომ ჩვენ ამ ძალასთან არ წავედით არანაირ კომპრომისზე და არანაირ გარიგებაზე. რუსეთში მარტივი იყო, რუსეთში ერთის ხოდა ნავთობი, გაზი, ადგა მომიცა ეს ნავთობი გაზი ამათ და ამათ ერთინი მეორე ვადით გახადეს პრეზიდენტი. ოდიში და ჩვენ ერთადერთი რაც მათთვის გვაქვს მისაცემი ეს იქნებოდა ის, რომ ქართველი ხალხის, ესე იგი თითეული ოჯახის ხარჯზე, ჩვენი პენსიების ხარჯზე, ჩვენი სიღარიბის დაძლევის ხარჯზე, ჩვენი გზების ხარჯზე, ჩვენი სკოლების ხარჯზე, მასწავლებლების ხარჯზე, მათ მიგვეცა მონოპოლიები, პრივილეგიები, ჩვენი ბიზნესის ხარჯზე. და ამას ვარდების რევოლუციით მიერ მოსული მთავრობა არასოდეს არც გარემოებაში არ გააკეთებდა. ამის გამო შეიქმნა პრობლემები და ამის გამო შეგვექნება ალბათ პრობლემა მომავალშიც, მაგრამ მე ასეთი პრობლემები მირჩევნია ეშმაკთან გარიგებას. ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ კარგად. ამას ჩვენგან ვერავინ ვერ ეგერწევა. სხვა იპოვონ ამ როლისთვის. კარგით, თუმცა იყო იმაზე საუბრები, მე იმედის თემას მინდა შევეხო, აი გუშინდელ ფაქტს როგორ შეაფასებდა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც იმედმა შეწყვიტა მაუწყებლობა, აქვე აი ჩვენო არ წავედითო გარიგებებზე ამ ადამიანთან, როდესაც ამბობთ. იყო ამ ზაფხულს აქტიური საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლების მხრიდან იყო ერთგვარი გარიგება შეთავაზებული, რკინიგზაში გაცვლილიყო იმედი და მუდმივად რომ იმედი გადასულიყო ხელისუფლების ხელში.
ნაწილში. მე მაინტერესებს რა კომენტარს გააკეთებთ თქვენ იმაზე, რომ დღეს როდესაც აიღებთ პულს და ჩართავთ იმედი არ არის ეთერში. იგივე თქვენ თვითონ ნახეთ რა შედეგი მოყვა თუ რამე გარიგებაზე იყო საუბარი ეს როგორც დამთავრდა ყველამ ნახა ნოემბერში ხო ასეა ყველაფერი შეიძლება ენას ძვალი არა ყველაფერი შეიძლება ითქვას მაგრამ რა თქმა უნდა მე ჩემთვის თავისუფალი მედია არის X ის გარემო სადაც მე ვგზობ თავს როგორც თევზი წყალში მე ჩემთვის არც ერთი ჟურნალისტი არ არის მტერი არც ერთი ჟურნალისტი არ მაბრაძებს არ მაგიჟადებს ძალიან მომწონს თქვენთან გადაცემაში ყოფნა და დიდი სიამოვნეა მივიღეთ ჩვენ წინა გადაცემისგან და მინდა ვთქვა ერთი რამ უსურვებ ამ ტელეკომპანიას დროზე განთავისუფლებას იმ უბედურების გარშეც ისინი აღმოჩნდნენ ჩათრეული მათ დაუნებურად და მე მგონი მათ მიიღეს ეს გაწყვეტილება და მე უსურვებ მათ დროულად ეთერში დაბრუნებას მე ნამდვილად არ ვსიამოვნებ ცარიელი ბაბის ყურებს ეს და დაგისვათ რა იყო სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი წარმატება პრეზიდენტობის ბოლო დღეებშიო ჩემი ვარაუდი უნდა გამოვთქვა არ ვიცი შესაძლებელია მე ვცდები ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა როდესაც მე ამ თემაზე ვფიქრობ ხოლმე ხელისუფლების იყო როდესაც იმედის თემას განვაგზო ბოიკოტი გამოუცხადეს ტელეკომპანიას მე მინდა მიხეილ სააკაშვილს შევახსენო თავისივე სიტყვები ყველა მთავრობა რომელიც იტყვის უარს დებატებში მიიღოს მონაწილეობა აუცილებლად დამარცხდებაო მე როგორ ჟურნალისტს უმეჩვენება ხოლმე რომ აი ამ ბოიკოტის თემამ ხომ არ გამოიწვია ის დაძაბულობა შემდეგ რაც განვითარდა იგივე ვთქვა ტელეკომპანიასთან მიმართებაში თქვენ ამბობთ რომ მე ყველა ჟურნალისტთან ვარ მზად სასაუბროთ ძალიან კარგი იქნება თუ ეს ასე იქნება იმიტომ რომ დღეს ჩემი კოლეგა იანთაძე აცხადებდა მე უსმენდი რუსთავი 2-ის ეთერში რომ არსებობსო ძალიან ბევრი კითხვა რომელსაც სიამოვნებით დაუსვავდითო პრეზიდენტობის კანდიდატს და ალბათ ისინი დაგისვამენ ამ კითხვებს მიეცემათ საშუალება რა იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი წარმატება პრეზიდენტობის ვადაში და კახკალაძეს მინდა შემდეგ დაუსვა იგივე კითხვა რას ფიქრობ შენ რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა აა ყველაზე დიდი წარმატება ოღონდ ჯერ უნდა მოусმინოთ პრეზიდენტობის კანდიდატს გისმენთ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი და ყველაზე დიდი წარმატება იყო ის რაც იყო თელი ჩემი თაობის არა მხოლოდ იმ თაობის წარმატება რომელიც ჩვენ წარმოვიდგენთ თელი დღეს ცხოვრები ქართველების თაობის წარმატება საქართველოს რომელიც იყო არ შემდგარი სახელმწიფო პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში და პირველად თანამედროვე ისტორიაში ჩამოყალიბდა სრულფასოვან სახელმწიფოდ და ეს არის ის რასაც ვერცერთი შემდგომი თაობა ქართველების ალბათ ვეღარ იტყვის იმიტომ რომ თავის სახელმწიფოს უფლებას უკვე დარწმუნებული იქნება უწყვეტი ისტორია ეს არის ჩვენი თაობის თავარი სიამაყე ჩვენ არა მხოლოდ ახალი დროშა გვაქვს და ახალი გერბი და ახალი ჰიმნი ჩვენ შევქმნით ქართული სახელმწიფო ყველა მერტად ჩემო მეგობრებო ეს არის და 4 წელიწადში ეს არ გაუკეთებია ძალიან ბევრ ჩვენზე ბევრად უფრო დიდი სიმდიდრის და დიდი უკეთესი გეოგრაფიის ერებს ჩემი ამოცანა და უფრო კონკრეტულად რო ველაპარაკო და გერალის სტუდიაში მირანდა კერვალიშვილი სოფელ ჭრებალოთა გუშინ შემთხვევით გადავეყარე კი ამბროლაუს შეხვედრის დროს სოფელ ჭრებალოში 15 წელი არ ყოფილა დენი იყო სანთლის შუქი სანთლის შუქზე ამ გოგომ ისწავლა ისე რომ შემდეგ მოვიდა და შარშანწი პირველ ეროვნულ გამოცდებზე აიღო ამ გამოცდების ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა და ეს არის ნაცნობების დაახლოებლების მეშვეობით კი არა თამის გადახდით კი არა აი თვითონ ადამიანმა აიღო და ისწავლა გააკეთა ეს არა აი თუ კი მე მეტყვიან აი რა არის შენი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება გარდა პირადი ჩემი დიდი გამარჯვება გარდა იმისა რაც არის ჩვენი თაობის გამარჯვება არის აგერ მირანდა ზის აგერ წითელ კოფტაში გამოწყობილი და თავარი არის რომ ყველა ლესიჭინელი ჭრებალოელი კაკაბეთელი ყველა ადამიანს აქვს შანსი ყველა ადამიანს აქვს შანსი იმიტომ რომ სახელმწიფო მათთვის არის ყველასთვის არის მე არა ვარ რაღაც ერთი მუჭა ჯგუფის წარმომადგენელი და ამის გამო შეიძლება ვიღაც ამ ჯგუფში შეექმნა ჩემთან პრობლემები მე ჩვენი ამოცანა ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო და ჩემი ოცნება რომ დამენახა საქართველოს არა რუსთაველის გამზირის რომელიმე ადმინისტრაციული შენობიდან არამედ დამენახა ყველა სოფლიდან ყველა სოფლის სკოლიდან ყველა სახლიდან ყველა ადამიანის ბინიდან ყველა ადამიანის გაჭირვების თვალებიდან და მათთან ერთად მემუშაო იმაზე რომ ეს გაჭირვება ერთხელ სამუდამოდ სახედრო წასულიყო და ამას ვაპირებ შემდეგ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა თუ გინდათ ზუსტად ცოდნა 100 თუ ისე კი ბატონო მე ამ შეკითხვას კვლავ დაუბრუნდები მანამდე კახკალაძეს მინდა ვკითხო როგორ ფიქრობ ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი წარმატება ადამიანისა რომელსაც შენ უჭერ ამ არჩევნებში მხარს
საღამოშვიდობისა. რაც შეეხება წარმატებებს, წარმატებები რა თქმა უნდა, შეგახსენოთ, სადაც რადიოში მოვისმინე ამას წინათ, გული გამის ამარჩენებზე ხوار აპირებდა, მაგრამ ასაკი არ ხუნა, აპირებს ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი. სხვათა შორის მან ჩემთან ეთერში გააკეთა ეს ტელეკომპანია იმეჩი. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ყოფილიყავი კახი კალაძის კონკურენტი. რატო? წააგებდი? ეხლა ერთი რაღაცა, მე თელი ცხოვრება ოცნებობდი გამოსულიყავი ფეხბურთელი და ბოლოს გამოვედი პრეზიდენტი. ამ კაცმა მოახერხა რომ გამოსულიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი სპორტსმენი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ცხოვრებაში და ეხლა შეიძლება გახდეს პრეზიდენტიც. აი ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა ჩემთვის. საინტერესოა, გისმენთ ახლა. მადლობა კომპლიმენტისთვის, ძალიან ისეთი კომპლიმენტი იყო. საპრეზიდენტო გეგმები ცოტა შორეულია, საერთოდ პოლიტიკაში მოსვლა. ამ ბოლოდროინდელი განხორციელებული სიტუაციების გამო ჩემი პოლიტიკაში ცოტა ეჭქვეშ დადგა. გადაიფიქრე პრეზიდენტად დააყენება საკუთარი კანდიდატურას. რაც შეეხება ხა დასმულ შეკითხვას. ყველაზე მეტად გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც იძახის, რომ არა აქვს უახლოესი გეგმები პრეზიდენტ გახდომის, უნდათ იყოს ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი. გიპასუხებ დასმულ კითხვაზე პასუხს. წარმატებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებები იყო. მე საქართველოს მახსოვს პატარა ჩემი ბავშვობიდან მახსოვს გაუბედურებული საქართველო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა იმ დროიდან, თუგინ 9 აპრილი გავიხსენოთ, შიდა ომები გავიხსენოთ, ოსეთის დაკარგვა გავიხსენოთ, აფხაზეთის დაკარგვა გავიხსენოთ, ერთმანეთში ეს ომები, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი ჩემ თვალწინ ჩაიარა, მაშინ სამტრედიაში ცხოვრობდი, ერთჩეულებრივი ბიჭუნა ვიყავი და ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობის თვალწინ გაიარა, რა თქმა უნდა, საზარელი პერიოდი, უშუქობა, საჭმელი არა, გაზი არა, ხალხის გასაჭირი. და ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, მაშინ დაუნახავი ადამიანი უნდა იყო, რო ვერ შეხედო ის რაც გაკეთდა. თუ გინდა ვიძახით, რომ ეს გზები ხო, რაღაც უნდა გაკეთებულიყო. კი უნდა გაკეთებულიყო, გზებიც უნდა გაკეთებულიყო, შუქება, მაგრამ ხო არ გქონდა ეგ, ხო არ იყო არაფერი, ხო? არ შეიძლება ეხლა იმაზე დავიწყოთ საუბარი, რომ არა, ეგ უნდა გაკეთებულიყო, ეგ ჩვენც ვიცით უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, კიდე ბევრი აქვს გასაკეთებელი. კიდე ბევრს გააკეთებენ, მაგაში დარწმუნებული ვარ. ერთ-ერთი უნიშნელოვანესი რაც არის საქართველოს სიძლიერე. საქართველოს სიძლიერე იქნება თუ საქართველოს ერთიანი იქნება. არა ისე რომ მაგალითად ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ სიამოვნებს ეხლა იგივე ოპოზიციის ხარდაჭერს, რომ ეს ხალხი აქ არის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის უჭერს ხარ, შეიძლება ეზიზღებით კიდეს, რაც მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი თვისებაა რა. არ მგონია რომ ეზიზღებოდეთ, შენ ყველას უყარს. არა, მე ისე ვიძახარ, რა თქმა უნდა, ბევრს უყარ, მაგრამ არის ისეთი ხარდაჭერის მიუხედავად. არის, ეგ ის გაჩნდა ეხლა საქართველოში რა, ერთმანეთის მიმართ რა, მე უცხოეთში ვარ ბოლო წლების განმავლობაში და იქიდან ვადევნებ რა, ბოლო თვეების განხორციელებულ მდგომარეობას რა. ეგ მე ვფიქრობ ძალიან ცუდი სცენია რა, იმიტომ ქართველები ძალიან ცოტანი ვარ და ეს ერთმანეთის ზიზღი კარგს არაფერს მოგვიტანს რა. კახა, შეცდომა შეგიძლია მითხრა? ანჯერ დავამთავრებ კიდე. წარმატებებზე არ დაგისურვებია. და რასაც ვიძახი, რომ საქართველოს სიძლიერე, ხო, ეს ერთმანეთში ეს ცუდის მე ვფიქრობ სიძლიერეს არ მოგვიტანს, იმიტომ ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი საქართველო. თუ ძლიერი არ ვიქენ, ჩვენ ოსეთს ვერ დავიბრუნეთ, აფხაზეთს ვერ დავიბრუნეთ, რა თქმა უნდა, ეგ მე ვფიქრობ ყველა ქართველის მიზანია აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება, როგორც ჩემი, რა. და თუ ძლიერი საქართველო არ იქნება, ეს არ იქნება არასდროს. შეცდომებს რაც შეეხება, ეხლა კონკრეტულად შეცდომები რა თქმა უნდა იყო, არ არსებობს ისეთი მთავრობა შეცდომები რო არ მითხარი ერთი და კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატთან გადავდივარ შეკითხვა. არ ვიცი, ეხლა კონკრეტულად შეიძლება ის გამოუძიებელი საქმეები, გამოუძიებელი არ, მაგრამ კონკრეტულად მაინც არ იქნა გახსნილ თუ გვირგვლიანის მკვლელობა შეიძლება ეს იყოს რა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ფარდა აიხდება მაინც ყველაფერს და ყველაფერი გაირკვევა რა. და დანარჩენი ახლა რაც შეეხება, როგორც გითხარით, შეცდომები, ყველა ჩვენ თითოეულ ადამიანსაც აქვს შეცდომები, ეგ ნორმალ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და მით უმეტეს თავრობა. დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, გავაგრძელოთ საუბარი. ხო არ გააკეთებ რაიმე კომენტარს? კარგით. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვა, თქვენ წეგან ახსენეთ, ჩემიო ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილიო. პოლიტიკური გუნდის თემა. ამას წინათ პოსტსკრიპტუმში მე უყურებდი დათო კიკალიშვილთან თქვენს გამოსვლას უпростоრე ჩართვებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. თქვენი
გააკეთეთ ასეთი განცხადება, რომ პოლიტიკური გუნდის შეცვლას აპირებთ. ირაკლი ოქრუაშვილი, როდესაც ახსენეთ, უბრალოდ მე მინდა შეგახსენოთ, რომ იგი თulis და მისი მომხრეები, რომ იგი არის დღეს პოლიტიკური პატიმარი ხელისუფლების. მე მინდა შეგახსენოთ, როგორ დიდი ხნის განმავლობაში იგივე ოქრუაშვილზე აკეთებინებდით სწორებას ყველას. ამბობდით, რომ ის იყო ყველაზე კარგი, ამბობდით, რომ ის იყო ყველაზე საინტერესო, წარმატებული მინისტრი და ასე შემდეგ. როდის იყო ხელისუფლება მართალი, როდესაც ოქრუაშვილი იყო ნომერ პირველი საჩვენებელი მინისტრი, თუ დღეს, როდესაც კეთდება განცხადება, რომ თურმე იგი არის შეცდომი? მე როდესაც ვლაპარაკობ ახალ გუნდზე, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ პოლიტიკურ გუნდს სჭირდება ძალიან სერიოზული განახლება. და მე მინდა ამ არჩევნების შედეგად მოვიყვანა ხელისუფლებაში სერიოზულად განახლებული ახალი გუნდი. განახლება საჭიროა, იმიტომ რომ ჩემი გუნდი, რომელიც ჩამოყალიბდა 4 წლის წინ, ეს იყო რევოლუციური გუნდი, ძალიან გულანთებული, ენერგიული, საჭირო იყო ძალიან ბევრი გადამწყვეტი მოქმედებები, საჭირო იყო სიმკვეთრე ხანდახან, მათ შორის ძალიან მტკივნეული ზოგ ბევრი ადამიანისთვის და ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იყო. ახლა მე მჭირდება გუნდი, რომელიც იქნება ბევრად უფრო პროფესიონალი, ბევრად უფრო დამჯდარი, ბევრად უფრო კონცენტრირებული, ბევრად უფრო ფართოდ დაკომპლექტებული სხვადასხვა ასაკის პროფესიონალებით. მე აგერ ლადო გურგენიძია და მე ვამაყობ იმით, ხა არის ხალხი, ვინც ცდილობს აიღოს ხელისუფლება საქართველოს, ხოლო იმის გამო, რომ თქვა ბიზნესში რაღაც პრობლემები შეექმნა. ეს კაცი მე არ ეს არის სხვადასხვა დონეზე ბევრი სხვადასხვა ხალხი და არავის მე ახლა ვეკრები. მე ჩვენ მოვიყვანეთ ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი ხელისუფლებაში. მე მინდა რომ ყველა ასაკის პროფესიონალები, აგერ დგანან ხედან ჭაღარათმიანი ადამიანები. ამ ადამიანებს მე ვცემ უზომო პატივს. მე იმაჩნია რომ ამ ადამიანებს აქვს უზარმაზარი პოტენციალი იმისათვის რომ სხვადასხვა დონეზე საქართველოს თავრობის იმუშაონ. არის ძალიან ბევრი ადამიანები ქვედა დონეზე, რომელიც უნდა დაწინაურდნენ და გამოვიდნენ ძალიან კარგად და სხვადასხვანაირად ამ სიტუაციაში. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გამოვიდნენ ცუდად. და ამას მე ძალიან კარგად ვამჩნევ და ძალიან სერიოზული განახლება მოხდება. ამიტომ მე მინდა ჩემი ხალხისგან მანდატი იმისათვისაც. ძალიან კარგი მანდატი. 5 იანვარს იმისთვის რომ მოვახდინო არსებული სამთავრობო სახელმწიფო გუნდის ფუნდამენტური გადახალისება. მე ზოგიერთი ადამიანი ბევრი ადამიანი იპოვის ახალ ადგილს, ბევრი ადამიანი გადანაცვდება, ზოგიერთი ადამიანი წავა, მე მჭირდება სახელმწიფო გუნდი, რომელიც იქნება ორიენტირებული ძირითადად ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სიღარიბის დაძლევას, თითოეული კონკრეტული ადამიანის გაჭირვების გადალახვაზე. იქნება გზნობიარი თითოეული კონკრეტული ადამიანის განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ნაწილი ჩვენი საზოგადოების გაჭირვებაზე, პრობლემებზე და იქნება აი მართლა ერთი დიდი გული. გული, ოღონდ პროფესიონალობით აღჭურვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება გული ქონდეს ფართო, მაგრამ უნდა იყოს პროფესიონალი. აგერ კობა სუბელიანიძის არის ერთ-ერთი ახალი სახე, მე მინდა თქვა რომ და იქცევ ეკატყეშელაშვილი, ეს ამ ხალხს ნამდვილად არაფერი არ ემუქრება საქართველოს თავრობის შემდეგ შემადგენლობაში, კობა სუბელიანიძის რამე რო უკრა შეიძლება კობა სუბელია ძალიან ბევრი ხანი ხავს. კობას რო დაემუქრო შეიძლება მე დავემუქროს მე რამე ამას, მაგრამ ამას ხუმრობით რომ რაც შეეხება, ვინ იქნება, თქვენ ნახავთ რომ ეს იქნება სერიოზული განახლება, ეს იქნება განახლება ისეთი, რომელიც საშუალებას მოგცემს რომ ქვეყანა მართლა წავიდეს ძალიან ჩქარიტებით სიღარიბის დაძლევისკენ, თავარი ჩვენი ამოცანის გადალახვისკენ. ამაზე მეც გეტყვით ინაugurაციის მეორე დღეს. თუ ხალხი ინაugurაციის მეორე დღეს ითქვის თუ ხალხი რა თქმა უნდა ამირჩევს. კიდევ ერთხელ მე რომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა გადავწყვეტ ეს პრობლემები, ამიტომ ჩვენ მოვიყვანთ ჩვენი ხალხიდან, რომელიც არის უამრავი ნიჭიერი ადამიანი და კომპლექტებული. მოვიყვანთ ისეთ ხალხს, ვინც შეებრძოლება სიღარიბეს, გააკეთებს სასამართლო რეფორმას, კიდევ უფრო ენერგიულად გააკეთებს, გადალახავს იმ არსებულ გამოწვევებს უმუშევრობასთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია ჩვენ ქვეყანას და თითოეულ ქართულ ოჯახს. კარგით, მე ერთი კითხვა აქვე უნდა დაგისვათ, ქვეკითხვას დავარქმევ ამას, დანარჩენს გეტყვიო ინაugurაციის მერე. პასუხს მოგცემთ. კარგით, თქვენ პასუხი მომეცით. დარჩება თუ არა მთავრობაში, თქვათ იგივე ვანო მერაბიშვილი, კახა ბენდუქიძე, საპარლამენტო გუნდში ის ადამიანები, რომლებიც არის. მე გეკითხებით ამას, იმიტომ რომ ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნა არის, როდესაც ისინი გამოდიან ხოლმე. ისინი ამბობენ, რომ ახალი სახეები არის გასაგები, მაგრამ არიან ძველი სახეები, რომლებიც გადამალა დღეს ხელისუფლებამ წინა საარჩევნოდო. შეგახსენოთ ეს გვარები, მაია ნადირაძე, გიგა ბოკერი აღარ წავალ შორს. ანუ სად არიან ძველი სახეები, რატომ წამოვიდნენ წინა პლანზეო, იგივე კობა სუბელიანი, ეკატყეშელაშვილი, გნებავთ ლადო გურგენიძე და ასე. გადამალული მე არ მინახე, ბევრი ადამიანი მუშაობს რეგიონში, ბევრი ადამიანს მე ვხედავ ყოველ დღე და ზოგიერთ მათგანს ძალიან ხშირად ხედავ ტელევიზორში, როცა ყურების საშუალება მაქვს. შეიძლება არ ვიცი ხა ეს მათ შეფასების უნარია, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავაბარო. იქნება სერიოზული განახლება.
იქნება ნიშნოვანი გადახალისება და იქნება სერიოზული ცვლილებები და დანარჩენს კიდევ ერთხელ ხალხის ხარდაჭერის შემთხვევაში ნათელი მანდატის მოცემის შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ქართული ხალხის ნება არის მათ იცის რომ სააკაშვილს ჩვენმა ხალხმა კარგად იცის რომ თავის სიტყვებისგან არასოდეს უკან არ დაუხევია ხელშეუხებელი ადამიანები ჩვენ მთავრობაში არ ყავს და ხელისუფლებაში მე დავამტკიცე რომ მე არ ვიყავი ხელშეუხებელი და მე გადავდექი და მე მივეცი პოსტი და ეხლა მე მაქვს უფლება მორალური ყველა ადამიანს მათ შორის ყველაზე ახლობელსაც კი მას შემდეგ რაც მე გადავდექი და მე წავედი ჩემ ხალხთან ახალი მანდატის მოსათხოვნად თუ ამ ახალ მანდატს ჩემი ხალხი მომანიჭებს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი შეიძლება მე წავუყერო პრეტენზიები და მოვახდინო ამ ხალხის გადარაცვლება ეს ასე არის და მათაც მე ჩვენად იციან მე მინდა გითხრათ რომ ამ თემაზე სხვა შორის ამ ჩვენ გუნდში არის სრული კონსენსუსი აქ არ არის აი ვიღაცა შიშით ელოდება მომავალს ყველათან ხდება რომ განახლება აუცილებელია ყველათან ხდება იმაზე რომ ცვლილებები ფუნდამენტური აუცილებელია გახსოვთ 4 წლის წინ ყველა ლაპარაკობდა რომ ბურჯანა და სააკაშვილი დაირჩლებიან დემოკრატები და ნაციონალისტები გაიყოფიან ყველაფერი დაირღვა ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური გუნდი საქართველოს უახლის ისტორიაში და საერთოდ ერთ-ერთი იშვიათი საქართველოს ისტორიაში გამონაკლისი როცა ერთმანეთს არ დავეძგერეთ არ დავუპირისპირეთ მიუხედავად დიდი ზეწოლისა და ჩვენ ძირითადად შევინარჩუნეთ ერთიანობა ერთიანი ვართ ჩვენ იმაშიც დღეს რომ ამ გუნდს ჭირდება განახლება. მე ვამაყობ იმაში რომ ჩვენ ვიყავით ერთიანი ამ 4 წლის განმავლობაში, დღეს ერთიანი ვართ იმაში რომ ჩვენ სიღარიბის დასაძლევად უმუშევრობის გადასალახავად ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში და მართლაც ეს ხო რადიკალური გადაწყვეტილება, მე სერიოზულ რისკს წავედი და ფიქრობ რომ ამ რისკმა გამართლა, როცა ლადო მოვიწვიეთ აბსოლუტურად არაპოლიტიკური პიროვნება, რომელსაც არ გაული არჩევნები არ ყოფილა პარლამენტში, არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, არ არის იმდენად ცნობადი სახე საზოგადოებაში, მაგრამ ვიცოდი რომ ამ კაცს უყვარს საქართველო და არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ისე როგორც კობასუბელიანი, რომელიც ვერც ერთ სხვა მთავრობის პირობებში ვერ მოხდებოდა. იქ არა ქალაქის მერიაში, საქართველოს მთავრობაში კი არა, ქალაქის მერიის ყველაზე დაბალ საფეხურზეც კი მე ეს კარგად ვიცი. და ხან ესეთი ხალხი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ იმაში, რომ გუნდში მოხდება სერიოზული გადახალისება. მე მინდა ჩემ ხალხს თხოვო, მომცეს მანდატი 5 იანვარს და მე ნამდვილად ამ გადახალისებას და განახლებას ფუნდამენტურს საქართველოს ხელისუფლების ყველა დონეზე გავაკეთებ. დიდი მადლობა. კაპიტანი სანდრა, თქვენთან მეცნება შეკითხვა. აი წეღა, როდესაც მე ვსაუბრობდი, კახას დაუსვი კითხვა, ყველაზე დიდი წარმატება თქო და ყველაზე დიდი შეცდომა. თუ შეგიძლიათ, აი თქვენ მითხრათ, რას გამოყოფდით თქვენი მეუღლის პირველი ვადიდან, თუ იგი გახდება მეორე ვადით, ნახოთ 5 იანვარს, მანამდე კი აი იმ წლების პოლიტიკიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაატარა თავისი პრეზიდენტობის რანგში. ყველაზე დიდი წარმატება რა არის თქვენი აზრით და რა არის შეცდომა და კიდევ ერთი თუ არის ისეთი თემები, რაზეც იგი ტელეეთერით არ საუბრობს ხოლმე, მაგრამ თქვენ გისაუბრიათ და თქვენ გითქვამთ, რომ რაღაც ისე სწორი არ იყო, ან პირიქით რაღაც ძალიან მოგწონებიათ მის. ერთი რამ უნდა გითხრა ძალიან გულსრფელად, რომ როცა მე ხანდახან მაქვს ასეთი შტაბილიზება, რომ ხომ არ ეშლება, ან რაღაცა ხო არ შეიშალა, მე ყოველთვის აი დრო მაჩვენებს, გინდა შემდეგი დღე, გინდა ერთი კვირის, ან ერთი თვის თავზე, რომ აი რაჩქვიანი ყოფილა და ჯობია დავიჯერო. ნამდვილად გამოცდილებიდან ვსაუბრობ, რომ ეს ყოველთვის უფრო შორს ხედავს და უფრო ღრმად ხედავს, ვიდრე მე და მე ნუ ახლა მაგალითად ჯანდაცვის სფეროში ვარ ძალიან ღრმად ჩაფლული და ну იქ ვხედავ რა თქმა უნდა რომ შეიძლება უკეთესი მიხედვა თუნდაც დედა და ბავშვს და სიკვდილიანობა მაღალი რო გვაქვს ну იქ მაქვს ჩემი მოსაზრებები ну ჩვენ გვაქვს საბჭო შექმნილი და საკმაოდ კარგად მიდის დიალოგი გინდა სამინისტროსთან ხანდახან რა თქმა უნდა მასაც ვეუბნები მაგრამ ამას აქვს ხანდახან ასეთი რთული გადაწყვეტილებები მისაღები სტრატეგიული გეოპოლიტიკური და ასე შემდეგ რომ მე არ მინდა რომ შევაწუხო და მაშინ ვცდილობ რომ უბრალოდ ბევრი ხალხი შევიკრიბო აი იმ არგუმენტაციით ან იმ мотивაციით და მაშინ ჩვენ აუცილებლად ამას რაღაცნაირად მივახცევთ და რა თქმა უნდა როგორც ოჯახი რა თქმა უნდა ვნერვიულობ როცა მაგალითად განმუხურში წავიდა ეს რა თქმა უნდა აღარ ვურჩევდი მეორედ, მაგრამ ეს სუფთა ალბათ 7 ნოემბერს თქვენი განწყობა როგორი იყო? რა თქმა უნდა მეც ვნერვიულობდი და არ ვუხურებდი ამას გულგრილად მეც ვარ ამ საზოგადოების ნაწილი და ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ავიცი მე ძალიან მეშინოდა უფრო
სხვა ესკალაციისკენ რო წავიდოდა, მაშინ უფრო ცუდი იქნებოდა და მართლა სისხლის ზღვრა იქნებოდა და მაშინ გვეთხოვდნენ ევროპელები და ამერიკელები, სადა ხარ თქვენ, პოლიცია არა გაქვთ, სახელმწიფო რატო არ იცავს თავის მოხალხეს? კარგი, ბატონო მიხეილ, ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება და მე მინდა ერთი-ორი კითხვა კიდევ მოვასწრო. ეხლა ქალბატონ სანდრას ვკითხე 7 ნოემბერს თქვენ როგორ ევროპელებიო გვეთყოდენო, სადა ხარ თქვენ როგორც სახელმწიფო და ასე შემდეგ. თუმცა ეს იყო ის დღეები, როდესაც ძალიან სერიოზული რეაქცია მისცა უცხოეთმა, დასავლეთმა აი ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვა. დღეს თქვენ თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ექნება 100%-იანი მხარდაჭერა, თუნდაც აი იმ ცნობილი იმ დღეების განცხადებების ფონზე, რასაც ჩვენ მაშინ ვისმენდით 7 ნოემბრის ამბებზე ტელეიმედის და ასე შემდეგ. უჭერს თუ არა დღეს დასავლეთი მხარს მიხეილ სააკაშვილს? ჯერ მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვის დღესავით ნათელია, დღეს არსებულ კანდიდატებისგან ვის ექნება თემი მსოფლიოს მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, ეს შეაფასოს ქართულმა საზოგადოებამ. მე ამაზე არ ვაპირებ გავაც, მე ვიცი, რომ ჩვენ ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში შევალთ ნატოში. მე ვიცი, რომ ჩვენ შევძლებთ ბოლომდე მოვახდინოთ, შეიძლება ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ, ალბათ ვერ გავხდებით, ამას პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვენ ძალიან ახლოს მივალთ ძირითად ევროპულ სტრუქტურებთან. მე არასდროს აღარ მინდა რომ საქართველოზე ვიღაცამ როდეს მილაპარაკოს როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანაზე. საქართველო იმიტომ იწვევს ასეთ ემოციებს, რომ 4 წლის წინ საქართველოს ღმერთის მიერ მივიწყებული, ყველას ქონდა ხელი ჩაქნეული. დღეს საქართველოს ხავს იმდენი მეგობარი, რომ ყველას აღარავის აღარ ემეტება, ყველა იბრძვის ამისთვის, ყველას უნდა რომ რაღაცა გააკეთოს. ეს არის ჩვენი თავარი მიღწევა. ის რომ უკრაინის არჩევნებზე, უკრაინა არის ჩვენზე 10 ჯერ დიდი. ჩამოვიდა გუშინ ჩემი მეგობარი და მაგან შემახსენა. იყო 2000 დამკვირვებელი, 1900 დამკვირვებელი. ჩვენ არჩევნებში ჩამოდის 1000 დამკვირვებელი. ესე იგი ჩვენთან ჩამოდის 5 ჯერ და მეტი დამკვირვებელი, 5 ჯერ მეტი ვიდრე უკრაინაში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსში. ჩვენ ყველამ ერთად ქართულმა ხალხმა გამართეთ, როცა მე ვლაპარაკობ ქართულ ხალხთან ერთად, აი, ჩვენ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ ხალხთან ერთად. აი, რუსეთის ემბარგო გადავლახეთ ხალხთან ერთად. ხო, ის რუსეთის ემბარგო ხო რა იყო? იყო პირდაპირ დარტყმა ქართულ ხალხზე თქმას, რომ დაიჯოქეთ მუხლებზე. ის რომ კახელებმა არ დაიჯოქეს მუხლებზე, ის რომ იმერლებმა არ დაიჯოქეს მუხლებზე, ის რომ თვითფრინავიდან ჩამოსულმა ხალხმა, რომელსაც ყველაზე მეტი საყვედური უნდა ეთქვა, რომელიც ბანკანეში რო ჩატენეს უთხრეს წადით საყვედური უთხარით თქვენ პრეზიდენტს სააკაშვილს და წადით და დაამხეთ რო ჩახვალთ. იმათ არ დაიჯოქეს მუხლებზე. ეს არის იმხელა რაღაცის მაჩვენებელი თემისოფლია. მე ხო არასოდეს არ მithქვას, რომ ის რა ქვია სააკაშვილმა გააკეთა ეს. გახსოვთ ამბობდა ჩემი წინამორბედი, შევარდნაძეს ქონია უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობები ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი. მე მომისმენია რამდენჯერ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერი არ შეიძლება შენი ქვეყნის ლიდერობაზე უფრო მეტი რამე არსებობდეს. ის ამბობდა, მე შევარდნაძეს თემისოფლიო იზრობს. მე ვამაყობ იმით, რომ სააკაშვილი კი აღარ არის ფაქტორი. დღეს საქართველოს თელი მსოფლიო იცნობს საინტერესო ქვეყანა და სცემს პატივს. ამას მივახცეთ ამ 4 წელიწადში. ეს აღარასდროს აღარ უნდა დავყავდეთ. დიდი მადლობა. დღეს რომ პრეზიდენტობის პირველი ვადა გქონდეთ, რას გააკეთებდით, რას შეცვლიდით და რაზე გექნებოდათ ყველაზე მკაცრი დამოკიდებულება? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, წინა ბლოკში ეკა ტყეშელაშვილის მიმართ გაისმა, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ესეთი კითხვა იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. იგივე ოპოზიცია ადამიანის ხელყოფაზე, უფლებების დარღვევაზე, კერძო საკუთრებაზე საუბრობს. ყველაფერს რო თავი დავანებო, თუ გაქვთ ნანახი, აი თაბუკაშვილის სახლის ამბები, როგორ ხდებოდა, რა ხდებოდა, საკუთრების ჩამორთმევა და ასე შემდეგ. მე მინდა უბრალოდ მოვასწრო ყველა ის, რასაც საკითხი, რასაც აყენებს ხოლმე ოპოზიცია, სასამართლო რომელიც კონტროლდებაო, ტელეფონები და ასე შემდეგ. რა სიტყვის ამაზე მიხეილ სააკაშვილი და რას გააკეთებდით, ან რაზე შეიკავებდით? ჩვენ ახლა შევიტანით საკონსტიტუციო შესწორება და საქართველოს კონსტიტუციით დაკანონდება საკუთრების ხელშეუხებლობა, ეს ცოტა ქვეყანას აქვს ძალიან და ეს იყო ჩვენი და ლადოს და ბიზნესმენების ერთობლივი ინიციატივა, მაგრამ ეს ეხება თელ საქართველოს, მაგრამ მხოლოდ ბიზნესს და არა მხოლოდ თავრობას. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ მივახციეთ იმას ინგა, რომ როცა მე გავხდი პრეზიდენტი, თქვენ კარგად გახსოვთ. ნებისმიერ ქურდი ბანდიტი, 3 კაცის კვლელიც კი გადაიხდიდა კაპიკებს სასამართლოში და გადიოდა გარეთ. აი ზის უზენაეს სასამართლოს რეალური ხელმძღვანელის ძმისშვილი იყო ქალაქის თავარი მკვლელი და ყველა მკვლელობა შერჩა. ტარიელონიანი მართავდა საქართველოს და მათ შორის საქართველოს სასამართლოებს. ჩვენ მივახციეთ დღეს იმას უკვე, რომ საქართველოს სასამართლოებში ქრთამებს პრაქტიკულად აღარ იღებენ. ან თუ იღებენ, ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება. შემდეგი ეტაპი.
არის აი თქვენ ეგ ახსენეთ, ეგ იყო ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარე. შეადარეთ ეკა და შეადარეთ ის ხალხი, ვინც მანამდე ხელმძღვანელობდა ამ სასამართლოს. ძალიან დიდი განსხვავება. მანამდე მე ლაპარაკობ ჩვენ თავრობამდე. ეხლა შემდეგი ეტაპი, როცა ეკასთანა პროფესიონალები მოდიან სასამართლოში. მათ ჭირდებათ ასევე გარკვეული ვადა იმისაც, რომ ამ პროფესიონალიზაცია მოიტანოს მეტი დამოუკიდებლობა. იმიტომ პროფესიონალი რომელიც გრთამს არ იღებს. მას აქვს ღირსების განცდა იმისა, რომ ის არის თვითონ თავის პატრონი. რომ ჯერჯერობით უკვე არც პრეზიდენტი აღარ ნიშნავს, მაგრამ ვერც ან თავისუფლებს განსხვავება. ეს ერთი. მეორე, ჩვენ შემოვიღეთ ნაფიც საჯულთა სასამართლო. როცა მე ვლაპარაკობ, რომ ჩვენი ხალხთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. აი ჩვენ ვეუბნებით ჩვენ ხალხს. აწი თქვენ ქართულმა საზოგადოებამ დანიშნეთ ნაფიც საჯულები და ის ხალხი ვისაც ედება ბრალი ძიმე დანაშაულებში. თქვენვე გაასამართლეთ და თქვენვე გამოიტანეთ ვერდიქტი. ამაზე მეტი ნაბიჯი გაწვდილი იმისაგან, რომ ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტოს და სასამართლო იყოს მეტი დამოუკიდებელი, ძალიან ცოტა ქვეყანამ გადადგა. დრო უნდა ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იმაზე მეტი დრო საჭირდეს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადრო ბოლომდე ჩამოყალიბდეს, ზოგიერთ ქვეყანაში ამას ჩემი თაობები ჭირდება. საქართველოს ბევრ რაღაც ვაკეთებთ, ბევრად უფრო ჩქარა ვიდრე ევროპელები და რომ ამბობენ ხშირად, რომ აი ევროპამ ეს რაღაცა ესე და გვარიგა. მე მინდა ერთი რამით ვამაყობ. ჩვენ ბევრი რაღაცა ბოლო 4 წელიწადში ყოველგვარ ტრაბახს ქარში ჩვენ კი რა ქართულმა ხალხმა გააკეთა ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ 10 წლეულების განმავლობაში ამას სანდრა და მე ხშირად ვსაუბრობთ მეთანხმება მართლა ასე არის ბევრი რამეს ჰოლანდიაში უფრო ძნელად ხდება ჩვენი ხალხია სხვანაირი ჩვენ ხალხს უნდა მიცეს საშუალება და სასწაულებს მოახდენს აგერ ჟორა ბიძიაზის ჟორა პაპა ჩვენი ტყის შეუნახე შვილებსა ეს მე მგონი კლიპის გმირია ხო? კლიპის გმირი კი არა, ეს არის გმირი და არა კლიპის გმირი, მართლა გმირი არის. და ასეთი გმირები ამ დარბაზში, ხედა ძალიან ბევრი. მე სამეგრელოში ქალბატონი შემხვდა, რომელიც აი ესეთ ქალბატონი რა, მათ ჩვენა კოოპერატივის პლანტაცია გვერდ და თვითონ როგორ გაკეთებ მითხრა 1000 ლარი ვიპოვეთ ჩემი შრომით, რა ცოტა არისო ესე აგერ კეთიზის პატარა გოგო. მისი ოჯახი ეს ხალხი ყველა არის ძალიან გაჭირვებული. მაგრამ ამ ხალხის თავარი ღირსება რა არის? კეთის არის თუ არ ცდები კლიპის გმირი, რომელიც კეთი გმირი თუ არის პოშეთქვეშ, არა, მე თქვენ წინასაარჩევნო ჩემი გმირი არის ნამდვილად, აი ჩემი გმირი გიწოდე, ამას ქვია. და დედამის და ბებიამის. დედამის და ბებიამის. იცით რა მინდა ინგა გითხრათ? საქმე იმაში კი არ არის, რომ ეს ხალხი გაჭირვებული არა, ეს ხალხი არის ძალიან გაჭირვებული. მაგრამ ამ ხალხს ეს ხალხი არის მზად, რომ დღე და ღამე იშრომოს, რომ გაჭირვებიდან ამოძროს და სახელმწიფოს ფუნქცია, მიცეთ მათ იაფი კრედიტი, მიცეთ მათ დასაქმების საშუალება, მიცეთ მათ ჯანდაცვის პოლიცია, იმიტომ რომ არ დაუჯერთ მთელი წლის შემოსავალი არ დაუჯერთ, მაგალითად რომელი მათი ნაციის კურნალობა, როცა ის ავად გახდება და შეუქმნას პირობები მისათვის, რომ ისინი მთელ ქვეყანასთან ერთად ამოძროს სიღარიბიდან იმ პირობებში, როცა თვითონაც იშრომებენ და უნდათ შრომა. ეს არის ჩემი იდეალი და ამას გავაკეთებთ ჩვენი პრეზიდენტობის ვაიურობა. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოსკენ უნდა დავსვა ერთი ასეთი შეკითხვა. და მე მინდა გითხრათ, თქვენ ამბობთ, აი რა არის თქვენი, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა და ხა ბევრი რაღაცა მე ვწუხარ ბევრი რაღაცას ვწუხარ. მე არ ვედრები დავით აღმაშენებელს, არ გამიკვეთ, მაგრამ დავით აღმაშენებელს ბოლოს დაწერა გალდუბარნის სინანულისანი, სადაც ისე კრიტიკულად მიუდგა თავისავს, რომ ვერც ერთი ჟამთა აღწერილი ამას ვერ გაბედავ და ვერასდროს. მოვა დრო დავწერ მემუარებს, თუმცა მე დამეზარება წერა მოუყვები ტელევიზიით. ალბათ თქვენ გადაცემაში ერთ 50 წელიწადში კოსმოსურ ტელევიზიაში როცა იჯდებით უკვე და თელსოფლიოს დაგინახავთ უკვე ესეთი ყოველგვარ დაბყოლების გარეშე და მე მინდა და ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა მე მიმაჩნია რომ როცა ჩვენ დავიწყეთ ეს რეფორმები, აი გაუშვით 35000 პოლიციელის სახში. მე ხო ვიცი რომ ეს არის ოჯახები, უამრავი ბიუროკრატი გაუშვით სახში. მე ბაჟე საგადასახადო ინსპექტორი, საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი კონტრაბანდით იჩენდა თავს. კონტრაბანდა ჩვენ ჩავკეთ, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ეს ამან დაანგრია ოჯახები. მე ხო ვიცი რომ ამ ოჯახებს ჩვენ დროულად ვერ მივეც კომპენსაცია. რა თქმა უნდა ამას ვინაობ, რა თქმა უნდა თითოეული ამ ადამიანის ბედი ეს არის ჩემი გულში დარჩენი ხინჯი. შეგველოს სხვანაირად. ალბათ რაღაცები შეგველოს სხვანაირად. უნდა მოგვესპო, უნდა მოგვესპო. უნდა კორუფცია მოგვესპო, უნდა მოგვესპო. უნდა მიგვეხედა სხვანაირად ხალხი. რა თქმა უნდა უკეთესად უნდა მიგვეხედა. რა თქმა უნდა ყველაფერი ერთდროულად იდეალურად არ გამოდის, მაგრამ ამისთვის გვინდა მეორე ვადა რომ უფრო ადამიანური სახელმწიფო გავხდეთ. უფრო ადამიანის ინდივიდუალ ადამიანის ორიენტირებული გავხდეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენ უკვე შევქმნით. ახლა ამ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ბევრად უფრო ორიენტირაცია უნდა მოახდინონ თითოეული ამ გაჭირებული ადამიანის მოთხოვნებების და სიღარიბის გადალახვა. ერთი კითხვაც მინდა დარბაზში დავსვა და შემდეგ სულ ბოლო მიხეილ სააკაშვილთან ლელა
როგორ ფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი გახდება თუ არა პრეზიდენტი და იგი იქნება თუ არა ისევ ისეთი, როგორც იყო წინა ვადით პრეზიდენტობისას. თუ შესაძლებელია ელოდები, რომ შეიძლება მაშინ რაღაც და კიდევ ზუმბას მინდა ვკითხო. არ ვიცი, არის ესეთი ჭორი დავარქვა თუ არ ვიცი, ერთხელ მომიყვნენ რომ ზუმბამ თქვა რომ ყველაფერი არ შეიძლება რომ მოგწონდეს და თქვათ მეც მექნება ალბათ მეორე ვადით თუ კი მიხეილ სააკაშვილი გახდება პრეზიდენტიო, ჩემი რაღაც პრეტენზიები რა როგორ უნდა შეიცვალოსო, მართალია გააქვს თუ შენს ყველაფერი არა, იცით რა არის, მე ველოდები 8 იანვარს. ისინი ხო ექსელოდებიან, იმიტომ რომ საცერი ჩამოდის ევროკავშირიდან. აი ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. მე ჩემს საქმეში გავაკეთებ ამას და ყველას ვანახებ როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო, როგორ მიყვარს ჩემი საქმე და რა შემიძლია შევთავაზო ჩემს კოლეგებს და დანარჩენი ჩემი პრეროგატივა არ არის. და რატომ უჭერთ მაშინ მხარს მიხეილ სააკაშვილს? იმიტომ რომ ამ კურსის მჯერა, რა თქმა უნდა, შეცდომები იმას მოსდის, ვინც მუშაობს, ვინც არ მუშაობს, იმას არ ეშლება არასდროს, ხო? ვინც გვერდიდან უყურებს ხოლმე ამ პროცესებს და მინდა აქტიურად ვიყო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის ჩემ თავზე პასუხისმგებლობის აღება შემიძლია ჩემივე საქმეში და აი ეს არის ჩემი მხარდაჭერა ჩემი ქვეყნის მომავლისადმი და ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისადმი და ამიტომ ვარ ამ კაცის გვერდში. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება ლელასაც მიაწოდეთ მიკროფონი და შემდეგ მინდა ბოლოს დაუსვა მიხეილ სააკაშვილის სულ ბოლოს შეკითხვა არჩევნების წინ. ლელა, ერთი კითხვა, ბატონ ოთარს უჭირავს მიკროფონი, ვარემ ვისარგებლებ და თქვენს მოგისმენთ. გისმენთ ბატონ ოთარ? მე ჩემი დიდი გამოცდილება ცხოვრებისა მაძლევს უფლებას მოკლედ, ძალიან მოკლედ შევაფასო ბატონ მიშას ქმედება დაწყებული ახალგაზრდობიდან გადაებული პრეზიდენტამდე. მე ვფიქრობ, რომ უფალმა მოგვივლინა აი ესე მინდა ვთქვა დიახ ნუ გაიკვირვებთ უფალმა მოგვივლინა ჩვენ ეს ადამიანი ძლიერი, ლამაზი, კარგი, კეთილი, გონიერი, მშვენიერი მამა ოჯახისა, მშვენიერი ხელისუფალი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ უნდა ზიდოს ეს მეტად მძიმე ტვირთი, რომელიც აწევს მას. რატომ მან და არა სხვა? თქვათ ვინც არის მისი კონკურენტი. როგორა? რატომ მაინც და მაინც მან და არა სხვა მთქო თუ იმიტომ რომ სხვას ვერ ვხედავ მე სამწუხაროდ. სხვას ვერ ვხედავ. სხვაზე სხვები ილაპარაკებენ. და მე მინდა რომ მან ზიდოს და ბოლომდე მიიყვანოს ერი ჩემი და ძლიერი სახელმწიფო შექმნას. მადლობა. რათა ვიამაყოთ სუღალა. დიდი მადლობა. იყოს მისი მფარველი. დიდი მადლობა. ლელა, ერთი კითხვა მაქვს შენთან და მე უკვე ბოლოს შეკითხვით მივმართავ პრეზიდენტობის კანდიდატს. აი თუ გიფიქრია, თუ გირჩევია მისთვის რამე, მე რამდენადაც ვიცი, მას აქვს ხოლმე ხო შეხვედრები თქვენთან. იგივე ვთქვათ იმ მძიმე დღეებში, ნოემბრის დღეებზე მაქვს საუბარი, შემდეგ იყო აქტიურად თქვენთან შეხვედრები. აი შენი რჩევა, რას ურჩევდი მას მეორე ვადით პრეზიდენტი თუ კი გახდება? რაიმეს თუ ეთყოდი, ისეც რაც მას აქამდე არ გაუკეთებია და ვთქვათ შენ გინდა რომ არა, ნამდვილად არაფერს არ ვეთყოდი, იმიტომ რომ ბატონი მიხეილი გაცილებით უფრო კარგად ხედავს იმ პრობლემებს ალბათ, რაც არის ჩვენ ქვეყანაში თუ რომელიმე სფეროში. პირველ რიგში ის ძალიან წინ იხედება, გაცილებით უფრო წინ. და მე მჯერა მისი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის მე დიდი იმედი მაქვს და მართლაც არ ვიცი ახლა ეს ზედმეტად დარწმუნებული ვარ თავში თუ რა, მაგრამ მე მჯერა ამ ადამიანის რომ ეს ადამიანი გაამთლიანებს ჩვენ ქვეყანას ტერიტორიულად და ყველაზე მეტად რაც ყველაზე მეტად ჭირდება ალბათ ჩვენ ხალხს ეს და ჩვენ ქვეყანას რომ ჩვენ დავიბრუნოთ აფხაზეთი პირველ რიგში და რა თქმა უნდა ოსეთი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, ჩვენ დრო ამოიწურა მთლიანად, მე მინდა ეხლა მოგცეთ უბრალოდ სიტყვა არჩევნებამდე, დარჩენილი არის ზუსტად 8 დღე და თქვენ მიმართოთ თქვენს ამომრჩევეს, რატომ უნდა მისცენ მათ ხმა მიხეილ სააკაშვილს? ჯერ ერთი მინდა ლელას მოახდინო რეაგირება და მოგცეთ ყარი სიტყვა. მე ჩემს შემდეგ პრეზიდენტს დაუტოვებ გაერთიანებულ საქართველოს.
რაც შეეხება საარჩევნო საკითხს, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე დავნიშნე ეს არჩევნები, დავნიშნე იმის გამო, რომ ქართულ ერს კიდევ ერთხელ ეგზნო ბოლომდე თავისთავად ამ ჩვენი ქვეყნის ბატონ პატრონად, მე მაქვს უსაზღრო წმენა ჩვენი ხალხის რაციონალურობის, ჩვენი ხალხის გამბედაობის, ჩვენი ხალხის ნიჭიერების, ეს დარბაზი ამის ნათელი დასტურია, მაგრამ მე მოვიარე ამ დღეებშიც მათ შორის მთელი საქართველო, ისე როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში და ეს არის საოცარი განცდა, კიდე კარგი ეს მქონდა საშუალება ყველა სხვა ფუნქციისგან ყოფილიყავი თავისუფალი და მეულო სოფელ კარ და კარ და მენახა და შევხვედროდი კიდევ ახალ ძალიან ბევრ საინტერესო და ძალიან ნიჭიერ ადამიანს. და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ყავს ჩემი კონკურენტი არ არის არც ერთ კონკრეტული ადამიანი. ჩემი მთავარი კონკურენტი არის სიღარიბე და პესიმიზმი. ამიტომ ჩემი მიზანია არც ერთ ქართველს არ მიცე საშუალება რომ ჩავარდეს პესიმიზმში და დაუბრუნო ყველა ადამიანს ოპტიმიზმი და ჩემი მიზანია ყველამ ერთად, თქვენთან ერთად, თვალ საზოგადოებასთან ერთად დავამარცხოთ სიღარიბე. ამას ჩვენ შევძლებთ ყველა ჩვენი დაპირება, რომელიც ადრე გაიცა, თითქმის ყველა არის შესრულებული, და ამიტომ ეს დაპირება აღარ არის. ეს არის ჩვენი პროგრამა. ჩვენ შეჩვეული ვართ ჩვენი პროგრამის გადაჭარბებით შესრულებას. მე მაქვს წმენა საქართველოსი, მე მაქვს წმენა ჩვენი ხალხის და მე მაქვს აბსოლუტური წმენა ჩვენი მომავლის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მომავალი, როგორც ქვეყანას, როგორც ერს. ძალიან საინტერესო მომავალი და ყველა ერთად ამ მომავალს მივახციოთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, არის ასეთი წესი ჩვენს გადაცემაში, ვინიშნავთ რაღაც მთავარ მესიჯებს საქართველოს სიღარიბის გარეშე, მე შემდეგ პრეზიდენტს დაუტოვებ გაერთიანებულ საქართველოს, ჩვენ ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ მთავარი პრობლემები, საქართველო იცხოვრებს სიღარიბის გარეშე, ჩემი კონკურენტი არის სიღარიბე და პესიმიზმი, ამიტომ ჩემი მიზანია ყველას დაუბრუნო ოპტიმიზმი, იქნება სერიოზული განახლება სამთავრობო გუნდში, მე მაქვს მორალური უფლება ყველა ადამიანს წაუყენო პრეტენზია და მოვახდინო განახლება გუნდის იმ შემთხვევაში, როდესაც მე გადავდექი, მოვთხოვო სხვასაც გადადგომა და წინ გველის ფუნდამენტური ცვლილებები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩვენს გადაცემაში დატოვებული ერთგვარი მესიჯები. მე მომიწერეთ ხელი და შემდეგ შეგახსენებ. დამოვიწყდა იმის ჩაწერა, რომ მზად ხართ ყოველთვის ყველა ჟურნალისტს გასცეთ ყველა შეკითხვაზე პასუხი. მე მინდა გისურვოთ წარმატება. ხელსახვას არ მაძლევთ? ხელსახვას მოგცემთ, კი, ორჯერ დავაპირე მოცემა და კინაღამ დამავიწყდა მესამედ. ეს არის საჩუქარი კი არა და გადმოსაცემად ხელსახვევი, რომელიც წინა გადაცემაში დატოვა მომღერალმა უცნობმა თქვენთვის. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა. მე მინდა გითხრათ მე მინდა ერთი რამ თქვა. ეს ხელსახვევი არის წითელი ფერის. და იმ ხალხს, ვინც ერთ-ერთ სხვადასხვა პარტიებში არიან, მათ უკეთიათ ხელზე წითელი თეთრი ხელსაბამი. მე ორივე ფერი ძალიან მიყვარს. წითელი ფერი ეს არის ჩვენი ეროვნული დროშის ფერი, რომელიც ჩვენი ინიციატივით შემოვიდა და ეს დარჩება საუკუნეებით განმავლობაში და თეთრი ფერი არის ჩვენი ეროვნული დროშის ფერი. მე მინდა რომ წითელი და თეთრი ვერასდროს ვერავინ ვერ გახდეს ერთმანეთს. მე მინდა მე მინდა რომ დაუბრუნო მათ. მე მინდა რომ ვერასდროს საქართველოს ვერავინ ვერ გაყოს წითლებად და თეთრებად. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ცოტანი და ჩვენ ვერავინ ვერასდროს ვერ უნდა დაგვაცალკევოს. ჩვენი ძალა ერთობაშია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. თუ იმეორებდნენ ბოლო კვირეების განმავლობაში არ გვეშინია. მე მინდა ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ამ ხელსახვას დაუწერო, ნუ გეშინიათ. ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატი ნომერი 5. მე მინდა და ამ მიმართვით მე მინდა მიმართო არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მიმართო დანარჩენ ჩვენ საზოგადოებასაც. ნუ რაფრის ნუ შეგვეშინდება ჩემო
ძვირფასებო, ჩემო ხალხო, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს. წითელი და თეთრი იქნება ერთად, ჩვენი დროშა იამაყებს, იფრიალებს ყოველთვის ამაყად და საქართველოს იქნება ქვეყანა, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენ ამას ერთად მივახცევთ. დიდი მადლობა, გადეს უკან დაუბრუნო მაგან. კარგით, მასე მიხეილ სააკაშვილმა მიაწერა უცნობის მიერ დატოვებულ ხელსახვებს, ნუ გეშინიათ. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატება. ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი ნომერი 5 მიხეილ სააკაშვილი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გახდება თუ არა იგი 5 იანვარს მეორე ვადით პრეზიდენტი. გისურვებთ წარმატებას. ყველას გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას იმისთვის რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.